შეგიძლია უკვე ჩართო. მეგობრებო, რამდენიმე წუთში უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერი დედაენის ძეგლიდან. დაახლოებით 1-2 წუთში დავიწყეთ. ერთი ისა ქვემოთ? ისა არა. შუადღემშვიდობის ჟვირფასო მეგობრებო,
გილოცავთ ეს პირველი სასტარტო შეკრება საინფორმაციო აქცია ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის ნელა-ნელა ძალებს იკრებს თანდათან ძალიან გავძლიერდებით ყველაფერს უნდა თავისი ნებისყოფა და სწორი მუშაობა სწორი გზით სვლა თქვენ იცით რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ისტორიაში ყოფილა ძალიან უმძიმესი პერიოდები მაგრამ ეს პერიოდი არის ერთ-ერთი ურთულესი და ძალიან სახიფათო დახვეწილია მეთოდებით მრავალი მტერი ჩვენ გვებზვის უსისხლოდ გვანადგურებენ განსაკუთრებით თქვენ ყველას გაქვთ ინფორმაცია როგორი მიგრაციაა და რა კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა და ამას მიზანმიმართულად ახორციელებს აი ეს რეჟიმი რომელიც 33 წლის განმავლობაში საქართველოში თარეშობს პირდაპირ გეუბნებით მეგობრებო ძალიან აი დაგეშილები დაგვდევენ ეხლა ესეც აი ეს ლუდის ფესტივალის სპეციალურად გუშინ იმას აქნეს დაიწყეს რომ იცოდნენ რომ აქ აქცია უნდა მოწყობილიყო და ყველანაირად წეღანას გვიშლიდნენ ხელს რომ აქ არ შეიძლება ჩაატაროთ რა უფლება აქვს სად ჩავატარებთ ჩვენ ძალიან კატასტროფული მდგომარეობაა და ყოველმა ქართველმა ეს უნდა გაითვისოს მით უმეტეს ეხლა აგერ ომია აქ ჩვენს გარშემო ამაზე ფართოდ ისაუბრებს ჩვენი ანალიტიკოსი ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი დემურ გიორხელიძე რომ რა იგეგმება კიდევ იქიდან ტოლილების შემოსვლა და როგორ იგეგმება და ამ წუთის რა მდგომარეობა და კიდე იმ 17 სახელმწიფოდან რა იგეგმება და ჩვენ ბოლოს აქ აქციის ბოლოს ჩვენ მოთხოვნებს გავაგონებთ დღევანდელ არსებულ რეჟიმს და თუ ისინი არ გაითვალისწინებენ იმ დროში რომელიც ჩვენ გვაქვს შემდეგი აქცია დაგეგმილი და რისკს გამოვაცხადებთ ჩვენ იცით რომ ქსელებს ვაკეთებთ ყველა ქალაქში და ყველა რეგიონში და მეორე ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ ფართო ესეთ საინფორმაციო მიტინგებს ყველა ქალაქში და განსაკუთრებით მოვამზადებთ თბილისში ქალაქ თბილისში და აი მაშინ კაცრად მოეთხოვებათ ის თუ არ იქნება შესრულებული რასაც დღეს ჩვენ მათ წაუყენებთ მე ეხლა არ გავაგზელებ სიტყვას თანდათან მე ჩავერთვები თუ რამე რეპლიკები იქნება ეხლა სიტყვას გადავცემთ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს ანალიტიკოს პროფესორ ბატონ დემურ გიორხელიძეს მოგესალმებით დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენ დღეს ემოციები ყველაზე ნაკლებად გჭირდება ჩვენ ეგზალტირებული საუბარი ყველაზე ნაკლებად გჭირდება ჩვენ რეალურად უნდა გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვართ ძალიან კარგად ინფორმირებული ადამიანი ვარ შემიძლია გითხრათ პირდაპირ თუ ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენ მაქსიმუმ ეს ყველაზე დიდი 7 წლის მერე ეროვნული უმცირესობა იქნება ქართველთა ეთნოსი და ამით დამთავრდება მისი ისტორია ამ ქვეყანაში. მოდით ახლა მე გაგაცნობთ რამდენიმე მთავარ მონაცემს, ყველაფერი არის საჯარო რეესტრიდან ამოწერილი. არ ფიქრობთ, რომ აქ ვიღაცა ისეთ რამეს ამბობს, რომ არიქა ხელისუფლებას ვაკრიტიკოთ, ვიღაც ვაკრიტიკოთ, ხელისუფლება დღეს არის ხვალ არ არის. მაგრამ ხვალ შეიძლება საქართველოში ქართველი აღარ იყოს. თავარი მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმაზე თუ საიდან მოვიპოვე ეს რიცხვი ერთადერთი ციფრი რომელიც ამონაწერი არ არის იმიტომ რომ მე უნდა დავუყო მაშინ უამრავი ადამიანი რომელიც სახელმწიფო სამსახურშია ფიზიკურად ქართველი დარჩენილია საქართველოში 1,340,000 ფიზიკურად მეტი ქართველი არ არის ამ ქვეყანაში 1,210,000 არის საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სხვები.
აზერბაიჯანელები, სომხები ეს არაფერ საფრთხეს ჩვენთვის არ წარმოადგენს, ჩვენია იგივე, მაგრამ მე ბალანს გეუბნებით ეთნიკურ ბალანსს. უკანასკნელ წლებში მოქალაქეობა მინიჭებული იქნა იმ 17 ქვეყნის, რომელიც თქვენ იცით რა ქვეყნებია, არაბული, აფრიკული ქვეყნები, პაკისტანი, ინდუსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ 83,000 კაცისათვის. 312,000-ზე მეტი კაცს აქვს ბინადრობის უფლება. 2019 წელს ხელმოწერილი მიგრანტთა კონვენცია ევროპული მუხლები ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას. საბუთები დაახვედროს საზღვარზე შემოსულ მიგრანტებს. უზრუნველყოს ისინი ღირსეული სამუშაო ადგილით და საცხოვრებელი პირობებით, რომელიც ხელისუფლებებს ქართველების მიმართ არ განუხორციელებია და ამას ისინი აკეთებენ, იმიტომ რომ ასეთია ვალდებულება და ასეთია დავალება. ჩვენი ხელისუფლებები კი უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში არიან შემსრულებლები სხვისი გეოპოლიტიკური დიდი თამაშის. ფირმები და თქვენ ხედავთ, როგორი სამშენებლო ბუმია საქართველოში, ქართველები ყველა ერთად რომ ავიღოთ ჩვენ მათ შორის ქვეყნის გარეთ გასული, რომლებიც და ბევრი ადამიანი, რომელთაგან წასულია სწორედ ვინის საკითხად, რომ რაღაც ფული დააგროვოს, ვერ დაფარავს ამ მიწოდებას, მაგრამ ამ მიწოდების მიზანი ქართველები არ არის. 2 დღის წინ ეკონომიკის სამინისტროში ქალბატონი ერთი ახალგაზრდა მინისტრის მოადგილე შეკრიბა ტუროპერატორები ამ ქვეყნებიდან დიდი მსხვილი ტუროპერატორები და დეველოპერული კომპანიები და პირდაპირ უთხრა მათ, რომ ჩვენი ინტერესია, რომ თქვენ ტურისტების გარდა უზრუნველყოთ, რომ ამ ტურისტებმა უძრავი ქონება შეიძინონ ქვეყანაში. ეხლა მითხარით მე ვიღაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაბედავს თუ არა ეს საკუთარ თავზე ასეთი განცხადების გაკეთებას. გამორიცხულია. ესე იგი ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. მეორე, საჯარო ამონაწერები, რომელიც ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს, 186,000 ბინა მიყიდულია უცხოელებისთვის. ეს არ არის ევროპული, თქვათ, ჩვენთან კულტურულად, თქვათ, ან რუსები, უკრაინელები არა, ისინიც არიან, მაგრამ ძირითადი ნაკადი მაინც სხვა არის. არაბული ფირმები, რომლებიც მსხვილი სამშენებლო კომპანიები არიან ქვეყანაში. ისინი აშენებენ ბინებს არა ქართველებისთვის, თავისთავად ცხადია. ფართო ასპარეზი ეძლევა მათ ამ ქვეყანაში და რა ხდება? რამდენიმე დღის წინ მე გამოვაქვეყნე ამერიკული გამოცემის სტატია, სადაც ცნობილი ვანდერბილტის კლუბის დღის წესრიგი იქნა გახმიანებული. ალბათ მათი ნებით მოხდა, თორე მათი მთავარი პოლიტიკა არის ევროპაში ევროპელი მოსახლეობის ჩანაცვლება მიგრანტებით. ღია ტექსტით დაიწერა ეს ყველაფერი. თუ დავაკვირდებით საქართველოს და რაკი საქართველოს ხელისუფლება ფაქტიურად შემსრულებელია ამ გლობალისტური პოლიტიკისა, საქართველოში ხდება ზუსტად იგივე ქართველების ჩანაცვლება მიგრანტების მეშვეობით. არაბული ფირმა, რომლის ამონაწერები ხელში გვაქვს, მსხვილი ფირმა, ფლობს 750 მიწის ნაკვეთს, რომელსაც აუცილებლად მთლიანად არაბები დაემხლებიან და ფლობს 2410 ბინას ერთი არაბული კომპანია, რომელიც გაყიდული აქვს არაბებს. ასეთი ფირმების რაოდენობა არის უამრავი. ფაქტობრივად ჩვენ ვართ ფაქტის წინაშე დაყენებული. აი ყველა ციფრი, რომელიც მე გითხარით ოფიციალურია. ერთადერთის გარდა. ვერ აქვეყნებენ ამ ციფრს, იმიტომ რომ ეშინიათ.
1,340,000 ქართველი რომ არის ამას ვერ აქვეყნებენ ალბათ მომავალი წლის გაზაფხულისთვის დადებენ მონაცემებს და დავალებაა გაცემული რომ 2 მილიონამდე აიყვანოთ ქართველების რაოდენობა მაშინ გასულების რაოდენობა და ასე შემდეგ იკრიბება ის რასაც გაეროს განსახლების კომიტეტი გვეუბნება 3,2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა იყო 3,610,000 გასაგებია მის მერე მხოლოდ გასულ წელს ქვეყანა დატოვა 253,000 ქართველმა წელს იქნება არანაკლები. ეხლა მითხარით ჩვენ რომელი ჩინეთი ვართ ან თუ გნებათ რომელი უკრაინა ვართ რომ გაუძლოთ ასეთი ინტენსივობით ეთნიკური ქართველების გასვლას ქვეყნიდან. ამიტომ სრული კატასტროფა ეს არ არის დაშინებისთვის სიტყვა ნათქვამი. კიდე გეუბნებით ჩემი მთავარი მიზანია ჩვენი მთავარი მიზანია აი 4 დამფუძნებლები აქა ვართ და თქვენი იმედზე ვართ ქართველი ხალხის იმედზე ვართ ჩვენ ეს არის რეალობა. თუ ამ რეალობას ჩვენ არ ჩავხედავთ თვალებში და არ გავიაზრებთ რის წინაშე იქნა დაყენებული ქვეყანა, მაშინ ჩვენ უბრალოდ დავკარგავთ ამ ქვეყანაზე. დემოგრაფიული მდგომარეობა არის სრული კატასტროფა. ფეხმძიმე ქართველი ქალების რაოდენობა საქართველოში საქართველოს მოქალაქე ფეხმძიმე ქალებს შორის არის 28%. 2 წლის უკან იყო 30%. გასულ წელს ოფიციალური მონაცემით გარდაიცვალა უფრო მეტი 4,000-ზე მეტი კაცი გადაცვლილია, ვიდრე დაბადებულია ახალი სიცოცხლე. წელს კიდევ იგივე შედეგი იქნება. ახლა მითხარით, მე ცოტა წლებში გავიაროთ, სად იქნება ქართველების ადგილი ამ ქვეყანაში. ქართველების ადგილი გამიზნულია ამ ქვეყანაში. გადაყვანილი იქნას ეროვნულ უმცირესობაში და სიმბოლური რაოდენობა იქნას დატოვებული. როგორც კი ეროვნულ უმცირესობაში გადავა საქართველო, მე ზედ კიდევ 2 წლის უკან მითხრეს ძალიან ცნობილ დასავლურ ცენტრში, ქართველებს მისცემენ წინადადებას რომ დატოვოს ეს ქვეყანა. ვინც არ დატოვებს, თვითონ დატოვებენ დაახლოებით აპირებენ 300,000 კაცამდე დატოვა. სიმბოლურად. მაშინ მოხდება ის პროვოკაცია, რომლითაც ღია ტექსტით გეუბნებით. ქართველებს უბრალოდ ჩახოცავენ. ისევე როგორც ხდება სხვა ქვეყნებში, როდესაც ეს ყველაფერი მიდის უკონტროლობამდე. ეხლა დაგვრჩა ერთი რამ, ხელისუფლება არის ფაქტიური. მართალია, ყველა ხელისუფლება 92 წლის მერე არალეგიტიმურია, არაკანონიერია, მაგრამ ფაქტიურია. თუ ეს ფაქტიური ხელისუფლება საქართველოს სასარგებლოს საქმეს აკეთებს, მე მინდა თქვენი დახმარება. მანახეთ ერთი საქმე, რომელიც უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში საღ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის, ქართველი ხალხის გაძლიერებისთვის, კულტურის გაძლიერებისთვის, ქართველი ფანტასტიკური ახალგაზრდების მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯი. განათლება განადგურებულია. განათლებაში სპეციალობების სტრუქტურა ისეთია, რომ ახალგაზრდები ფაქტიურად ჰაერში არიან გამოკიდებული. არაფერი, რაც სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესთან არის, ახლოსაც არ არიან თანამედროვე ახალგაზრდები. ყველა საერთაშორისო გამოკლებით ქართული საგანმანათლებლო სისტემა არის მსოფლიოში ერთ-ერთი უკანასკნელი. ამიტომ ამერიკული ცნობილი ინსტიტუტი, რომელიც სწავლობს ყველაფერ ამას, პირდაპირ წერს ქართველი ახალგაზრდების უდიდეს უმრავლესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. ეს არის ჩვენი ტკივილი, ჩვენ იმიტომაც ვართ აქტიურები, რომ ამის შეგუება არ შეგვიძლია და მას არ შევეგუებით. მადლობა რომ თქვენ დღეს შეწუხდით და მოდით აქ. მე ვფიქრობ, რომ ქართველთა დიდ ნაწილს 10,000-ობით და 100,000-ობით უსმენს ჩვენს გამოსვლებს. მაგრამ დღეს მე ვფიქრობდი და განაცხადე კიდეც, რომ ჩვენ გვჭირდება ძალის დემონსტრირება, რომ ხელისუფლება მიხვდეს, რომ
ეს ცოტა ხალხი არ არის ფიქრობთ რაიმე საყვედობს ვამბობდე მაგრამ ხელისუფლებამ კარგად იცის რომ ამდენი ადამიანის ძალისხმევა მას ვერ დააკლებს ვერაფერს მაგრამ მან იცის ზუსტად ის რაოდენობა რომელიც მას პრობლემებს შეუქმნის მე რომელსაც გავლილი მაქვს მთელი ქართული პოლიტიკის ყველა ბნელი კუთხე-კუნჭული რომელსაც ძალიან ცოტა ვინმე თუ შეძლებს რომ ის გივე გზა გაიაროს მე წამოვედი იქიდან სრული უპერსპექტივობაა პარლამენტი ეს არის ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ადგილი რომელშიც მე როდესმე ყოფილი ვარ სადმე საქართველოს პარლამენტი ამიტომ ერთადერთი გზა დარჩა საქართველოში პოლიტიკა მკვდარია პოლიტიკა ნიშნავს სხვადასხვა მსოფლმხედველობის ჯგუფების აეკრობას ადამიანებში ხარდაჭერის მიღებას რომ არჩევნების გზით მოვიდნენ კოალიციის სახით ან მარტო პოლიტიკა საქართველოში არ არსებობს ყველა პოლიტიკური პარტია არის გასრესილი პირდაპირ გაგებით გასრესილი აბსოლუტურად მართულია ყველა პროცესი არის ერთი კაცის ხელში და რაიმე პოლიტიკური პროცესი არ მიდის ამ რუსთაველის კონცერტებს რომელიც თქვენ დიდი ხანია უყურებთ ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ვერანაირი ვერ მოხდებოდა ვერანაირი 2003 წლის მარტი-აპრილის მოვლენები იყო ხო ასე არ არის პირველი კანონი რო შემოაგდეს და მე გაიმეორეს რავალდებულები იყვნენ გაიმეორათ მაგრამ სწორედ მობილიზაციისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი ამიტომ რეალური პოლიტიკა იმაზე უფრო ცუდ მდგომარეობაშია პროცესი არ მიდის არ არსებობს პოლიტიკური სუბიექტი და ობიექტი სხვადასხვა პოლიტიკაში სუბიექტი ის არის ვინც ზის მაგიდასთან და მის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება ასეთი სუბიექტი საქართველოში პოლიტიკური პარტიის სახით არ არის ყველანი კარგად დაფინანსებულია ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან კარგად დაფინანსებულია ქვეყნის შიგნიდან თითქოს ის ვინცაც ებრძვის ოცნება კარგად დაფინანსებულია ოცნების უმაღლესი ხელისუფლების მიერ აქ დისკუსია არ მიდის ქვეყნის სასიცოცხლო საკითხებზე ქართველთა დიდი გაერთიანება ზუსტად არაპარტიული არამოძრაობა უნდა იყოს სადღაც დარეგისტრირებული არამედ ქართველი ნების გამოხატულება ამის მორევა არ შეიძლება პარტიის მორევა შეიძლება პარტია არის ძალიან ისეთი რომ იტყვიან მექანიზმი რომელიც იერარქიას ექვემდებარება და იერარქები კი იოლად მოსასყიდია და გასანეიტრალებელია რაც მოხდა კიდევაც ფული არის დიდი ჩადებული პოლიტიკის მოსასპობა საქართველოში ჩაიდო დიდი ფული ქართველთა დიდ გაერთიანებას ფულით ვერაფერს ვერ დააკლებს გამორიცხულია აი 4 კაცი თქვენს წინაშე თქვენთან ერთად ვართ და შემიძლია თავი დავდო და გითხრათ რომ ჩვენ შესახებ თქვენ რომ ამ საქმეს ჩვენ ოდნავ მაინც უღალატეთ ვერასდროს ვერ გაიგებთ უფრო ადრე გაიგებთ რომ ჩვენ უბრალოდ ცოცხლებში არ ვართ ამიტომ სხვა გზა არ არსებობს მე მინდა ჩემი გამოცდილებიდან გითხრათ სხვა გზა რომ იყოს სხვა გზას დავადგებოდით რა პარტიის შექმნა მანახეთ ხალხი ვისაც უნდა მომავალი საქართველო იქნებით ძალა მაშინ ხელისუფლება ამ ძალას ვერ აულის გვერდს საჭირო იქნება პოლიტიკური პარტია მე თქვენთან ერთად გადავწყვეტ ათასობით საქართველოში ჩვენ ავარჩევთ სასკაც რომელიც საუკეთესო იქნება ჩვენ ახლა რეგიონები მოვიარეთ ნაწილი შეხვედრაზე მოვიდა ხალხი რომელთა 80% მაინც პარლამენტის საუკეთესო წევრები იქნებიან ასე იქნება სხვა რეგიონში როგორც ჩვენ 100 კაცს ვერ ავარჩევთ საქართველოში ღირსეულ პოლიტიკური აზროვნება ავარჩევთ მაგრამ რა არის პოლიტიკა არავინ არა საქართველოში საცოდავი ხალხი დაიყვანა აბა მეტი ვინ ავირჩიო მიგდით და ვირჩევთ ნაკლებ უბედურებასა და უფრო მეტ უბედურებას შორის არჩევანს საღი ადამიანი არ აკეთებს თუ ასია მდგომარეობა რა უნდა ქნაო რა უნდა ქნა და არ უნდა მიხვიდე არჩევნებს
აბა რასაკეთებ ვერ გავიგე ლეგიტიმაციას აძლევ რომელზეც არ მოგწონს მაგრამ ის უფრო უარესიაო ესე იგი შენ თვითონ ქმნი ამ სისტემას რომელიც შენვე განადგურებს ასეთია რეალობა არ მინდა თავი შეგაწყინოთ ეხლა ძალიან ღირსეული პიროვნება გამოვა და გეტყვით რა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე მიწებთან და ასე შემდეგ დაკავშირებით მე არ გავრცელდები ახლა რა ციფრებიც მე ვთქვი არის სრული კატასტროფა ამას თუ არ შევეწინააღმდეგებით ყველაფერი დასრულდება საუბარი არის ხასუსამ ილუზიები ვიღაცა გვიშველის რაღაცა გვიშველის ქართველების ისტორია საქართველოში მთავრდება თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება ჩვენ ამას ვამბობთ მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია თუ ადამიანებს არ სურთ და მე საკმაოდ ბევრი ადამიანი ვიცი რომელსაც მისთვის სულ ერთია ეს ქვეყანა იარსებებს თუ არ იარსებებს ზოგი სადღაც წავიდა ზოგი ფიქრობს რომ წავიდეს რაოდენობა არ იცვლება ამიტომ ყველა ჩვენთაგანმა ერთი რამე უნდა გავიაზროთ და ერთ რამეზე უნდა შევთავაზოთ თუ გვიდა ჩვენ ყველა ვარიანტში მივაღწევთ იმას რომ ეს ხალხი მიაღწევს იმას რომ საქართველოში ძალიან ღირსეული ხელისუფლება მოვა და ეს ქვეყანა შენარჩუნებული იქნება შენარჩუნებული იქნება ეს ფანტასტიკური კულტურა შენარჩუნებული იქნება ეს გენეტიკურად გონება გახსნილი ქართველი ახალგაზრდები რომელსაც მხოლოდ კაი განათლება უნდათ და ამ კულტურულ წიაღში აზრდა და რას გააკეთებენ დღეს ჩვენ ძნელად დავინახავთ ამას იმიტომ რომ იცვლება ქვეყანა ამნაირი საღი აზროვნების ადამიანებს შეუძლია დიდი შედეგების მოიტანოს მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ნადგურდება საძირკველშივე სკოლიდან დაიწყეს სკოლაში დაიწყეს გარყვნილების შეტანა ამ ხელისუფლებაში მოხდა ყველაზე დიდი ნაბიჯი ერთ-ერთი მთავარი LGBT პროპაგანდისტი ეს ხელისუფლება იყო სწორედ მის ხელშია ეს ყველაფერი გავრცელებული და შედეგის სახეზეა დანარჩენი უკვე ჩვენი გადასაწყვეტია ერთობლივად დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ვიფიქროთ მე ვფიქრობ ერთ რაიმეს უსაშველოდ მჯერა რომ საქართველოში შერჩენილია ის აუცილებელი რაოდენობა ადამიანებისა რომელიც ამ ჭაობს გაარღვევს თუ ეს რაოდენობა არ არის ჩვენ დაღუპულები ვართ დაღუპას მე უძახი იმას რომ თუ ჩვენ ამ ქვეყანას დავკარგავთ მე კიდ ვიცხოვრია და კიდე ვიცხოვრია ჩვენი თაობები 2-3 ქმედუნარიანი თაობა აღმოჩნდა უნარო უსუსური რომ აქამდე მოტანილი ქვეყანა თავზე დამხობოდა ამის დაშვება არ შეიძლება ამიტომ ვარ ჩვენ აქ ამიტომ გიხდით დიდ მადლობას აქ მობრძანებისთვის და ხვალდაზე იმედი გვაქვს რომ ჩვენი ცდილობები თქვენთან ერთად გამოიღებს თავის შედეგს წარმატებები ყველას ეხლა სიტყვას გადავცემთ თქვენთვის კარგად ნაცნობს პოეტს პროფესორს ბატონ ვაჟა ოთარაშვილს გამარჯობათ ჩემო ქართველებო 33 წელია მიმდინარეობს შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ 33 წელია საქართველოში განათლების და კულტურის ანტიეროვნული სახელმწიფო პოლიტიკა გრძელდება გრძელდება დეინდუსტრიალიზაცია საბანკო ყაჩაღობის ფონზე ხდება შეგნებულად ქვეყნის ყველა ეროვნული ცენტრის რღვევა და დანგრევა დიდმა ილია ჭავჭავაძემ
შემთხვევით არ დაგვიტოვა შესანიშნავი ტრიადა სახელმწიფოს არსებობისა და ნახეთ როგორ იწყებს მამული ენა სარწმუნოება. სწორედ დღეს მამულს გვართმევენ. ჩვენ ვართ აქ ჩემი მეგობრები არიან მოწმეები იმ სასამართლოებისა, როდესაც ქართველი კაცი თავისი მამაპაპეური მიწის დასაბრუნებლად ომობს. როდესაც სოფელს ართმევენ საძოვარს და აძლევენ არაბებს. აი აქ არის ჩემი თანამებრძოლი თინა გახელაძე. კასპის რაიონის სოფელი ქვემოჭალა, მე კონკრეტულ მაგალითებს ვიტყვი ახლა. 134 სახლზე არაბული სოფლის მშენებლობა შევაჩერეთ. თავისი მთელი ინფრასტრუქტურით. ეს სურათები არაერთხელ ვაჩვენეთ სხვადასხვა ტელევიზიით, ის ფეშენებული სახლები და სალოცავი და ყველაფერი. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობდა, ეს იყო სამთავისის დედათა მონასტრიდან კილომეტრ ნახევარში. ეხლა ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს წინარეხში, რომლიდანაც შარშან გავყარეთ ის არაბები. ეხლა მოჰამედ ალ-სალაკი ახალ არაბს გადაუფორმეს 14 გექტარ ნახევარი ქვათახევის მამათა მონასტრიდან 1 კილომეტრში. მაღალაანთ კოშკები მოგეხსენებათ, როცა ქვათახევში მიდიხარ მარცხენა მხარეს, აი ზუსტად მარჯვენა მხარეს ტყისპირას მდინარე კავთურის ნაპირზე. აი რეალობას ვლაპარაკობ. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ გული მტკივა. მართალი ბრძანა ბატონმა დემურ გიორხელიძემ. ვიღაცებს შეიძლება გულზე არ ეპიტნავებათ ზოგჯერ სასტიკი სიმართლე, რასაც ბატონი დემური ამბობს, მაგრამ ეს სიმართლეა ხალხო. ეს ჩვენ სამშობლოს ეხება, ეს ჩემ ბოსტანს არ ეხება და ჩემ ვენახს. ჩვენ ქვეყანას ეხება, ივერიას. და ამაზეა ლაპარაკი, რომ ეს ხელისუფლებები 33 წელი ანგრევენ საქართველოს, ქართველებს, ქართულ ცნობიერებას, ქართულ სულიერებას და ეხლა მთლიანად მიწების გაყიდვა დაიწყეს მასობრივად. მე არაერთხელ მივმართე ეკონომიკის სამინისტროს, ქონების მართვის ეროვნულ დეპარტამენტს, ღია დებატებში, ნებისმიერ ტელევიზიის ეთერში დამიჯექი. მარტო მოვალ, მოიყვანეთ მთელი ხორხმო თქვენი იურისტებისა და იურიდიული სამსახურებისა და მარტო დაგიჯდებით და გეტყვით. გუბერსკის ციხის უკან ქართლის დედის ძეგლამდე ვისია ის მიწები? თავი რომ მოგწონს კოჯორ ტაბახმელაზე თავშეწირული ბიჭებისა 1921 წლის 25 თებერვალზე იუნკერების უკან ვისი სოფლებია აშენებული? თავისი პოლიკლინიკები და თავისი ინფრასტრუქტურით. ბასალეთის ტბაზე ვისი სოფლებია აშენებული? კახეთში ჯუგაანში ვისი სოფლებია აშენებული? აი ამაზეა ლაპარაკი ხალხო. აქ უკვე პერიფერიებზე მიდის ლაპარაკი, თორე თბილისში ქუჩებში უყურებთ რაც ხდება, ხო? პლეხანოვი აღარ არის ჩვენი, რუსთაველი აღარ არის ჩვენი, ის აღარ არის, ეს აღარ არის, ეს არც ეს არ არის უკვე. დედაენის ბაღიც კი წაგვართვეს, ხო ხედავ? ზუსტად იმ სულიერ და კულტურის ცენტრებში გილტყავენ, რომელიც ერის განადგურებას ეხება. და ეს არ არის შემთხვევით, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შეთქმულება ქართველი ერის წინაშე. წინააღმდეგ, ქართველი ერის წინააღმდეგ. მე აქ ველოდებოდი, რომ ალბათ მინიმუმ 5-7 კაცი მაინც იქნებოდა. კლავიატურის გმირებო. მოეშვით ამ უაზრო ჩხაკუნს კომპიუტერებთან და რაღაც აპარატურასთან. მოდით და დადეკით აი ამ გაერთიანების, ეროვნული გაერთიანების მხარში. მე მიმიღეთ რიგით მებრძოლად ამ გაერთიანებისა. იმიტომ რომ ჩემი სამშობლო იღუპება, ჩემი ქვეყანა იღუპება. მე 8 წელია თბილისიდან წავედი, სოფელში ვცხოვრობ, იმიტომ რომ იმ უბანს, რომელსაც ოთარაანთუბანი ერქვა, ოთარაშვილები აღარ იყვნენ და ისტორიით მე უნდა წავსულიყავი. და აერთო იქ სახლები კიდე და რამდენი 4-5 კაცი დაბრუნდა და უკვე უბანი უბანს დაემსგავსა. და აქედან ნუ გარბივართ ის პოლიტიკა რაც არის შეგნებული პოლიტიკა, რომ ქართველი აქედან წავიდეს. ნუ გარბივართ დარჩით საქართველოში და იმ ემიგრანტებს მოუწოდეთ, რომ ჩამოვიდნენ აქ. იქიდან ნუ აღვარღვარებენ ცრემლებს, გასაგებია, რომ უჭირთ და ვალებია და რაღაცებია.
მაგრამ აქ საქართველოს სისხლისგან იცლება. ჩამოხვათ აქ და აღარ იქნება თქვენი მიწაწყალი. აღარ იქნებიან ქართველები და აღარ თქვენი სახლი იქნება და თქვენი ვენახი აღარ იქნება. ეს პოლიტიკა შეგნებულად ხდება. რა არის ის ხელისუფლებამ ნებისმიერმა ტელევიზიამ შეიძლება გადაიღოს ყოველ საღამოს თბილისის და ქუთაისის აეროპორტები. რამდენი უცხოელი შემოდის და რამდენი ქართველი მეტის აქედან. აი სტატისტიკა, ცოცხალი სტატისტიკა გითხრათ ზუსტი, ხო? კაი, ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, რომ ბატონი დემური იტყუება. წადით ბატონო, აგერ არის აეროპორტი, დაჯექით. და იმაზე რა ქვია, ჩოთქზე რო იტყვიან ხოლმე, აღრიცხეთ რამდენი თა როგორ ჩამოდიან. საწოლებით და იმეებით ყველაფრით ავეჯით და იმით. ისე კი არა, რა ქვია, რომ ტურისტად მოდიან და ტურისტულ ინფრასტრუქტურას აკეთებენ, ხო? თურმე არაბები იმიტომ ტურისტულ ინფრასტრუქტურა უნდა გააკეთონ. აგერ ეხლა ახალი სოფელი შენდება კიდე. საგარეჯოს რაიონი, თოხლიაური. მეთოდი არის ყველგან ერთი და იგივე. ეხლა ჩვენ გამოცდილი გვაქვს ქვემო ჭალაში და წინარეხში და იქ რაც ხდებოდა. ამ ხელა მიწის ნაკვეთს თქვათ. აი 11 ჰექტარი რა თქვათ ქვემო ჭალაში, ხო? $14,000. თქვათ იგივე 14 გექტარ ნახევარი აგერ წინარეხთან კავთისხევის კავთურას ხეობაში, ხო? კაპიკების ფასად. ერთი მანქანა წესიერ მანქანას ვერ იყიდი, ახალს იმ ფასად, რასაც ესენი მიწას აძლევენ, მაგრამ ეხლა კიდე მეორე კურიოზი. მინისტრის მოადგილე დაიჭირეს. როგორ მინისტრის მოადგილე მარტო მოქმედებდა და ამათ ეხლა გაიგეს, რომ 600,000 ევროიანი ბინა იყიდა, მილიონებს ეხავდა და რაღაცა? ეს ხო ერთი სისტემაა. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რამდენჯერ 10 წელი ამას ვამბობ. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული. ქართული მიწაწლის გასხვისებისათვის. თბილისს შეხედეთ. ქართველობისგან იცლება დედაქალაქი. ვისთვის შენდება ეს ბინები? დავსვათ კითხვა. მეს დაუსვით კითხვა. ვისთვის შენდება ეს ბინები? ქართველებისთვის? არა ბატონებო, უკვე წამოვიდა უცხოური ჩინური კვარტალი, ირანული კვარტალი, პაკისტანური კვარტალი, ინდური კვარტალი და ასე შემდეგ. შორს არ წახვიდეთ, სპორტის სასახლის უკარო ბინებია. სადარბაზოში, მე გავაკეთე სტატისტიკა. 18 იმიან სადარბაზოში 12 უცხოელია. საშუალოდ. ნახეთ, აი ამ დონემდე დავიდა ეს პატარა ქვეყანა, ჩემი რუსთაველის ქვეყანა, ჩემი ციწყაროს ქვეყანა, ჩემი გრემის და გელათის ქვეყანა. რას დაამსგავს ეს? ეს ხელისუფლებები არიან გამყიდველი, აბსოლუტურად მართალი ბრძანა აი ამ გაერთიანებამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვარ პროფესორი, მე ვარ პოეტი, მე არ მაინტერესებს არც თანამდებობა, არც პარლამენტარობა მინდა, არც რაიმე ჩინმენდალი. მაგრამ უნიჭიერესი ხალხია ქართველობა. მართლა როგორ ვერ უნდა მოძებნო 100 გულანთებული, ჭკვიანი, პროფესიონალი, რომ შენი ქვეყანა მართოს. და ისეთი იდიოტები არ იყვნენ, რომ მე აირჩევ პრეზიდენტს აგინებ. მე აირჩევ ქალაქის მერს აგინებ. აირჩევ მინისტრს თურმე ის ყოფილა ხალთაბანდი მომხვეჭელი და როგორ მართლა 100 კაცი ვეღარ მოიძებნა გრიგოლ ხანძთელის ქვეყანაში, ილიას და ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ხალხო? ეს ხდება შეგნებულად, ჩვენ უნდა გლობალურად შევხედოთ. ამას ის რომ განათლების სისტემა დაგვინგრიეს, ის რომ იაკობ გოგებაშვილის ბრწყინვალედ შექმნილი მართლაც შედევრი დედაენა წაართვეს ქართველობას და რითი ასწავლიან აქლემი და ასანთი, როცა აიათი სწავლობდა ქართველი. როდესაც ქართული ენის გრამატიკა ამოიღეს ხალხო, რომელსაც აკაკი შანიძემ ამ ხცოვანმა მეცნიერმა 100 წლის კაცმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა და ჩვენ მეორე კლასიდან ინგლისური ენის გრამატიკას ვასწავლეთ და ქართული ენის გრამატიკა, ფონეტიკა, სინტაქსი, მორფოლოგია აღარ იციან ბავშვები. მართალი ბრძანეთ, აზრის გამოტანა იმიტომ უჭირთ, რომ არ იციან არც გრამატიკა, არც ქართული კითხვა და ნახეთ საქართველოს ისტორიაში რასაც სწავლიან. სამარცხვინო ეს ყველაფერი, რასაც ასწავლიან და რა ინფორმაციები შემოდის. რა ინფორმაციები შემოდის, ამას წინათ აჭარის ტელევიზიამ უბინძურესი ვიღაცა არც მინდა გვარი დავასახელო, რეკლამა არ იყოს იმისი.
უბინძურესი თეორია შემოაგდო, რომ თურმე ქართველებს აქ არ გვიცხოვრია და უფლისციხე ჩვენი არ ყოფილა. ამ იდიოტებმა, ესე იგი, არც იოანე ჯავახიშვილის, თუნდაც იოანე ჯავახიშვილის პირველი დისერტაცია, რომელიც პეტერბურგში დაიცვა 1911 წელს, ეხებოდა იბერიის უძველეს ქალაქებს, ხალხო. ეს ბევრჯერ არის დაბეჭილი ყველა ენაზე, ხო? ბოლო-ბოლო ქართველი ერის ცხოვრების პირველ ტომშია. მე არ მინდა შეგაწყინოთ თავი. მე მინდა აბსოლუტურად შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა და ვეთანხმები აი აქ ბატონ დემურს, რომ თუ ხალხი არ გამოფხიზლდა და ესე დათითო კაცებული იქნება, ვიღაცა რაღაცა პარტიას ქმნის, ვიღაცამ კიდე პარტია, ვიღაცა ეხლა იმ კვირას ატარებს შეკრებას, ვიღაცა ამ კვირას, არაფერი არ გამოვა. არაფერი არ გამოვა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სახელმწიფო აზროვნება. ქართველობა უნდა გაერთიანდეს. შაჰ-აბასი რას აკეთებდა? ქართველობას ყოფდა. თქვენ როგორ გონიათ ბაზალეთის ომი რისი შედეგი იყო? გაყოფის შედეგი იყო, რომ თეიმურას პირველი, რომელსაც დედა უწამა, შვილები დაუსაჭურისა, ისევ მეფობა მოუნდა და შეუძვრა ერთ ადგილზე შაჰ-აბასს, არა? და სამარცხვინო წერილი მიწერა, რომ ყურში მონობის რგოლ გაჭრილი დაგიჩოქებ და ეს ვიქნები და ეს ვიქნები. და გაიყო ქართველობა, რა. ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ აი მომავალ შეკრებებზე ქართველობა ერთად დამდგარიყოს. რამე თუ საქართველოს ყოფნა არ ყოფნაზეა საუბარი. აქ არ არის, იცით რა, მე მოვიგებ შენ, წააგებ შენ, ხალხს გაიყვან პარლამენტში და ვიღაცა გაიმა, არა. ერის ყოფნა არ ყოფნაზეა საუბარი. ერის ყოფნა არ ყოფნაზე და ოხრად დარჩებათ ყველას ის მილიონები თუ მილიარდები თუ 53 მილიონერი როა პარლამენტში. აქ ლაპარაკია ქართველობაზე, მის უდიდებულესობა ქართველ ერზეა საუბარი. ქართველ ერზეა საუბარი. ერზე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა კაცობრიობის კულტურის განათლების საგანძურში, რომელსაც უდიდესი კორიფეები ყავდა და ნახე მოხდა ტელეზომბირება, ტელემეძავებით არის სავსე მთელი ტელევიზიები და მიდის ის რომ ქართველი კაცი არის ჩმორი, ქართველი ქალი არის გახსნილი მეძავი და ასე შემდეგ. ან კიდე ეს პროპაგანდა, რომელიც სოდომ გომორის ცოდვის გაღვივებისკენ არის. ჩვენ თუ გვინდა გადავრჩეთ, უნდა ვიაროთ უფლისკენ და მე ვისურვებდი კიდევ ერთს. მე მორწმუნე მრევლი ვარ. მე ვისურვებდი რომ ჩვენი დედა ეკლესია უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩარეული ეროვნულ საქმეში, რამე თუ ერის ყოფნა არ ყოფნაზეა ლაპარაკი. ჩემთვის ორიენტირია გრიგოლ ხანძთელი, ჩემთვის ორიენტირია თევდორე კველთელი. რა თქმა უნდა, წირვალოცვა გადაგება აუცილებელია, მაგრამ ერის და ბერის ერთად დგომა აუცილებელია. მარტყოფის ომში 7 აპრილს გიორგი სააკაძემ შემთხვევით კი არ მოიგო. მთელი ულეველას ველზე, მარტყოფის ველზე 12-ვე სალოცავის მღვდელ მონაზვნობა მხარში ედგა ქართულ ლაშქარს, ისევე როგორც 1609 წლის 21 ივნისს, აი გუშინდელ დღეს ტაშისკართან ნახვეტარას ველზე მთელი ბერმონაზვნობა ლოცვით შევიდა საომრად. ამიტომაც მე ვერ მივემხრობ იმ პოლიტიკას, რომელსაც ქვია უცხოეთში ეპარქიების შექმნა. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთხელ შემთხვევა, რომ ჩვენ უცხოეთში ეპარქიები გქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიასპორები არსებობდა რუსეთშიც, ათონის მთაზეც და წმინდა მიწაზეც, მე არ მომწონს. მე ტკივილით ვამბობ, მე არ ვაკრიტიკებ, მე ტკივილით ვამბობ, არ არის საჭირო. კანადაში იქნება ეს, ბრიტანეთში იქნება ეს, მასში იქნება საფრანგეთში თუ გერმანიაში მართლმადიდებლური ქართული ტაძრები. ის ხალხი აქ უნდა დავაბრუნოთ. იმიტომ რომ იქ ის თაობა მოკვდება თუ არა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. მათი შვილები და შვილიშვილები ქართველები აღარ იქნებიან. ტყუილია ეს ყველაფერი. და ოხრად დარჩება ის ტაძრები, იმიტომ რომ იმ ტაძრებსაც ყიდიან ისინი. აი ეს არის რეალობა და შევხედოთ ამას, ხალხო. შეიძლება რაღაცა 100 კაციდან 5 გაზარდოს ქართველად
და ისიც გადაგვართ, იმიტომ რომ პატარა ერი ვარ. ჩვენ აი ეს მიწა ღვთით კურთხეული მიწა გვაჩუქა უფალმა. აი ეს ლეგენდაროა ცნობილი ლექსი მე იოსებ ნონიშვილის. ჩვენ ეს მიწა გვაჩუქა. ეს მართლაც ედემი და 64. საჯანდაბაში მიდიხარ, კაცო. აქ ვეცადოთ, რომ გავამაგროთ ჩვენი კედლები, თითოეული კაცი იყოს მეციხოვნე. საქართველოსი თითოეული კაცი იყოს ბასტიონი. თორე ისე გადაგვივლიან, როგორც დიდოელი ლეკი ნაბაძს. მე ერთი ლექსით დავასრულებ ახლა ჩემ გამოსვლას. კლდემაღალას ციხიდან სვილოს ციხეს გავყურებ. ირანელმა იყიდა მიწა ოქროს საყურეთ. იქით თურქის ტრაქტორმა ქართლის ველი გახაზა. გული ვინც დაუტორა გივი ამი ლახვარსა. ინდოელი, არაბი, რუსის ჩვენ შეგვესია. ხალხმა სული განაბა ელოდება მესიას. იესო მაცხოვარო, ღვთისმშობელო ქალწულო, ერი შენი ცხოვარი იქნებ კვლავ და არწყულო, იქნებ ისევ გადარჩეს იმპერიის თავთავი, ველი უფლის განაჩენს, ხელაპყრობით სამთავის, არასდროს გავქცეულ ვარ წინაპართა მიწიდან, ვიყავ ბედითეული, მილხინდა თუ მიჭირდა ისევ, ვაზის ჯვარს კოცნი, თეთრ გიორგის ბედაურს, ღმერთო, ძალა მოგვეცი, წერს უტიროთ, დედაო. ეხლა სიტყვას გადავცეთ ქართველთა დიდი გაერთიანების კიდევ ერთ დამფუძნებელს, გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაპის დამფუძნებელს და ამავე დროს ტელეკომპანია PKTV-ს თანადამფუძნებელს, ექიმს ბატონ ზაქარია როჭიკაშვილს. მოგესალმებით, ძვირფასო ჩემო თანამემამულენო, მამულიშვილო. ბევრი თქვა აქ, საქართველოს ძალიან უჭირს და საქართველოს უჭირს ყველა კუთხეში და ყველა დარგში. ეს გასაჭირი თავისით არ მოსულა და თავისით არ დასდგომია საქართველოს. აქ ითქვა ორივე გამოსვლელმა ერთი და იგივე ფრაზა თქვა, 100 კარს ვერ ვიშოვით საქართველოსთვის მოყვარულს. დიახ, 100-საც ვიშოვით, 1000-საც და 10,000-საც. ოღონდ საქმე იმაშია, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც გული მართლა საქართველოსთვის უძგებს, იმ ადამიანებს 33 წელიწადია ცოცხალი თავით არ აკარებენ მართვის ბერკეტებს. ეს გამიზნული პოლიტიკა 33 წლის წინ დაიწყო 1992 წელს, აბსოლუტურად გაჩერდა მთელი ქვეყანა. გააჩერეს ყველა ქარხანა და ხალხს სარჩო საბადებლის მოპოვების საშუალება მოუსმეს. და ამასობაში საზღვარგარეთ გაჩნდა უცბად ქართველი ქალისთვის სამსახური, კაცისთვის არა. ამითი ქართულ ოჯახებს გამოაცალეს დედა ბოძი. ბურჯი გამოაცალეს და როდესაც დედა ბოძი წაიქცევა, სახურავიც იქცევა. შვილები დატოვეს, პატარა მცირეწლოვანი ბავშვები, ხელმოწარული მამის ანაბარ, რომელსაც დედა მძიმე შრომით ფულს უგზავნიდა აქეთკენ. ამითი წააქციეს მამის ავტორიტეტი. დაანგრიეს მომავალ თაობას, მოუსპეს ავტორიტეტი დედის, ავტორიტეტი მამის. და ბავშვებმა დაკარგეს რა თავიანთი მშობლების მიმართ პატივისცემა, მათთვის ნომერ პირველი მასწავლებლები გახდნენ, საიდანღაც გადამთიელი მანქურთი მასწავლებლები გახდნენ ავტორიტეტები. იქამდე მივიდა საქმე, რომ სკოლაში ნომერ პირველ ადამიანად შეიყვანეს პოლიციელი, მანდატური, რომლიცაც ეშინოდა დირექტორსაც, ეშინოდა მოსწავლესაც, ეშინოდა მშობელსაც და ეშინოდა, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მასწავლებლებს.
ბავშვებმა ნახეს რომ ძალმომრეობა ყოფილა თურმე ყველაფრის სამალი. ჩვენი ბავშვებმა გადაწყვიტეს გახდნენ უფრო აგრესიული. ადრე იყო ჩვენს ბავშვობაში ჩხუბები, ჩვენს მოგვდიოდა, მაგრამ მკვლელობები თავდებოდა. ბავშვები ერთმანეთს ვეღარ იტანენ. ნერვები აქვთ დაწყვეტილი ბავშვებს. 14-15 წლის ბავშვებით არის სავსე სუპერმარკეტების შუაღამის სექცია. მუშაობენ ეს ბავშვები. ბავშვმა იმის მაგივრად ისწავლოს გადამუშავოს. და ასე შეიქმნა მომსახურე ერი. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა არ აკეთებს აქცენტს მომავალზე. და დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება საქართველოს ჯანსაღი თაობები. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა მოგვიწევს, რომ ჩვენი შვილიშვილები და შვილთა შვილები რამენაირად მოვაბრუნოთ საქართველოს სიყვარულში. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც იბრძოლა დავით გარეჯისთვის, რომ რუსის ჯარი აღარ ეწარმოებინა იქ სროლები. გესმით, გარეჯისთვის ვიბრძოლოთ. და თქვენ რა გონიათ, სხვა თაობის ხალხია ის ხალხი, ვინც ეს გაყიდა. გაყიდა, პირდაპირ მიცა და თქვა ესეთი უაზრობა, სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების სიმაღლე უნდა მივცეთო ჩვენ მეზობელ კეთილმოსურნი აზერბაიჯანს. რა სჭირდება მას სტრატეგიული სიმაღლე? რა სჭირდება თუ კეთილმეზობელია? და ამას ხმამაღლა ამბობდა და ჩვენ ამას საუყრუეთ. ჩემო ძვირფასებო, ერთხელ მახსოვს, ზიად გამსახურდია ესეთი ფრაზა თქვა: აგერ გზა ბარაბასი და აგერ გზა მაცხოვრის. მე თქვენ მოგმართავთ ანალოგიურად, ოღონდ ცოტა სხვანაირად. აგერ გზა საქართველოს დაღუპვის და აგერ გზა საქართველოს გადარჩენის. მე იმედი მაქვს, რომ ვიქნებით შემდეგ შეხვედრაზე 10-ჯერ მეტი. იმის შემდეგ შეხვედრაზე კიდე 100-ჯერ მეტი. და კიდევ ვიმეორებ, ბატონმა დემურმა თქვა ეს. ბატონმა ვაჟამას თქვა ეს. და ჩვენ სულ ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ თუ ძალად არ ვიკეცით, ერთადერთი ძალა შეიძლება გაუწიონ ანგარიში. გაიხსენეთ უახლესი ისტორიის წარსულიდან, გაგახსენებთ მე თქვენ 1989 წელს ჩაატარა არჩევნები კომუნისტურმა პარტიამ, მაგრამ ზუსტად გამსახურდია ეს ხალხი პარალელურ რეჟიმში არჩევნები იქ მიდიოდა და მთელი ხალხი პარლამენტის შენობასთან შეკრიბა და სამომოს კითხა მეორე დილით ამ ხალხს. კი, მაგრამ თქვენ ვინ აგირჩიათ ეს ხალხი სულ ყველა აქ იყო. გესმით ხო, აი მარტივია, მათ ისინი მიხვდნენ რომ ფაქტიური მმართველები კი იყვნენ, მაგრამ ზუსტად გამსახურდია მართავდა საქართველოს. ჩვენ ეს ოთხეული და თქვენთან ერთად და ჩვენ სულ ყველანი ერთად ჩვენ უნდა ავიღოთ ხელში მმართველობის სადავები და ვაიცულოთ ის უმცირესობა, რომელიც არის 150 კაცი, რომ მიიღონ ზუსტად ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ გვჭირდება. სხვანაირად აქ არ გამოვა პოლიტიკაში ძალა წყვეტს ყველაფერს. და ეს ძალა თქვენ ხართ. თქვენ ხართ და ჩვენ გვაქვს თქვენი იმედი. დიდი მადლობა. მე აღარ გავხსენდები და აღარ ვიტყვი იმას, რომ როგორც ცუდად გვაქვს საქმე, ეს ყველამ კარგად ვიცით. და რაც განათლებაში ხდება, იგივე ხდება მედიცინაშიც. იგივე ხდება მეცნიერებაშიც. საქართველოში ერთი სახელმძღვანელო არ დაწერია ღირებული. არც ერთი დარგის სახელმძღვანელო. მადლობთ ყურადღებისთვის. ეხლა სიტყვას გადავცემთ ქართველთა დიდი გაერთიანების კიდევ ერთ დაფუძნებელს, პროფესორს, ჟურნალისტს, პუბლიცისტს, ბატონ გიგლა გობეჩიას. ძალიან ბატონ გიგლა. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო.
ჩემს წინა გამომსვლელებმა უკვე ისაუბრეს პრობლემის სირთულეზე. ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ ქართველობა ვდგავართ მართლა რეალური გაქრობის წინაშე. რეალური გაქრობის წინაშე. და ეს ისე უცებ მოხდება, რომ შეიძლება თვალის დახამხამება ვერ მოვასწროთ. ჩვენი ოთხეული მოქმედებს ასეთი პრინციპით, რომელიც მოჭადრაკეებისთვის არის ძალიან კარგად ცნობილი. ყოველი წესიერი მოჭადრაკე გრძნობს დაახლოებით 3-4-5 სulis იქით და ზოგი 10 და 15 სulis იქით რა განლაგება შეექმნება დაფაზე. აი ასე ვგრძნობთ ჩვენ და ის სტატისტიკა რომელიც ბატონმა დემორმა სხვა გამოსვლებმა აქვს თქვენს ეს არის რეალური. ბოლო 33 წელია იჯიჯგნება ჩვენი ქვეყანა. ბოლო 33 წელია საქართველოს ქართული ხელისუფლება არ ყოლია დღევანდელის ჩათვლით. ყველა არიან იმ გარკვეული ძალების ნების და სურვილის ამსრულებლები, რაც გარედან მოედინება. და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოედინება ეს. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან. ჩვენი ქვეყანა გვაქვს მისახეთი. მადლობას გიხდით ყველას, ვინც აქ ბრძანდებით თითოეული და მე ვხედავ, რომ უმეტესობა ჩვენი თაობა პრაქტიკულად შეჭაღარებული და ძალიან მწყდება გული, რომ ახალგაზრდობამდე ეს საუბარი, ეს ტკივილი არ მიდის, იმიტომ რომ ისინი ქართული მედია საშუალებებით და მედია პროპაგანდით არიან გაბრუებულები. ერთი მაგალითი მინდა ჩემი გადაცემიდან ტელეკომპანია PKTV-ზე, მადლობა მათ რომ ეს საშუალება მომცეს დიდ გარღვევიდან. ერთ-ერთმა სტუმარმა, დოქტორმა, პროფესორმა, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ამხელა გამოცდილების და უნარშესაძლებლობების მქონე კაცს ერთ-ერთ უწყებაში კარისკაცად ამუშავეს მხოლოდ. მან გაიხსენა ერთი პერიოდი, როცა დასავლეთიდან მოჩენილი ერთ-ერთი თანამშრომელი თანაშემწე უბრალოდ ეგრეთ წოდებული თანაშემწეთა ინსტიტუტი, რომელიც დასავლეთმა მოგვახვია თავს და ამ კაცმა უბრალოდ რო ნახვა როგორი პროფესიონალი იყო, ვის კურატორობდა უბრალოდ როგორი პროფესიონალი იყო, როგორი პატრიოტი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თბილისის აეროპორტში როცა აცილებდა მას, უკვე კიბებს უნდა აყოლოდა, ასე ვთქვათ, ესკალატორს უნდა აყოლოდა, მხოლოდ მაშინ გამოუთხდა და უთხრა: მე მართლა თქვენი ეკონომიკური მრჩეველი და თანაშემწე კი არ ვიყავი, მინისტრის მოადგილეზეა საუბარი ხალხმა. მე მქონდა დავალება სპეცსამსახურებიდან ამადამ უწყების თანამშრომელი ვარ, რომ საქართველოში რეაქციით ყურადღება 90-იანი წლების შუა პერიოდში 15-16 წელს ხდება ეს დაახლოებით და გამომევლინა საქართველოში პატრიოტი და მოაზროვნე ადამიანები ჩამეტანეს სადაც საჭიროა იქ, სადაც ახლა მივდივარ და ამათი ნეიტრალიზაცია უნდა მოეხდინა საერთაშორისო საზოგადოებას. იმ დღიდან მოყოლებული 2-3 თვის შემდეგ ეს კაცი სამსახურში არავის არ მოვღია, დღემდე ხო გითხარით რა ადგილას არის და რა პოსტზე არის. ამ დროს რო იტყვიან ტვინით გაპენტილი, ამ დროს თავის დარგში ერთ-ერთი უპირველესი ლიდერი. გაიხედეთ გარშემო, შეხედეთ ამ 33 წლის მანძილზე ხელისუფლებებს. ვისი აგენტი აღარ მართავს საქართველოს დღეს? ვინ შეკვეთას ასრულებს, ამას ქართული ხალხი ვერ გებულობს. რატო? იმიტომ რომ მედია მოსყიდულია თავიდან ბოლომდე. ქართულ ჟურნალისტებს, ეგრეთ წოდებულ ტოპ ჟურნალისტებს ყოფნის, ჩემს კოლეგებს ყოფნის იმის თავხედობა, თქვა რომ როგორ არის შენი, როცა გარეჯე არასოდეს არ იყო შენი. და ისინი დღეს ისევ ეთერში არიან. მსგავს რაღაცას წესიერი არავის არ მოუთმენდა არც ერთ ვარიანტში და არც ერთ შემთხვევაში. ბატონებმა ისაუბრეს და მე იმ ჭადრაკის პრინციპი რო გავხსენე, დაახლოებით აი ბოლო პერიოდში 178,000 ბინაა გაყიდული. გვაქვს ეს ჩვენ იდეური მეკავშირეები გვყავს ძალიან კარგი, რომელთაც გული ქართულად უცემთ გული. გავეცანით ამ დოკუმენტებს, ბატონმა დემორმა რაც აღნიშნა, აბსოლუტურად დოკუმენტურია და მე ვფიქრობ, რომ თვითონ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი არ არიან საქმის კურსში, თუ რა საშინელ ბომბზე არიან თვითონ შემწყდარი. ამ თავიანთი უგუნური პოლიტიკით და იმ პოლიტიკით, რომ ყოველთვის ვიღაცის ხმები და ვიღაცის სურვილების შემსრულებლები არიან. თქვენ გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი ელჩი 90-იანი წლების ამერიკიდან ჩამოსული, რომელიც მე თქვენი კულტურა და ისტორია არ მაინტერესებს, მაგრამ არ უნდათ ეს არაფერი.
მიგრანტები გამოიყენება თანამედროვე მსოფლიოში და ეს ყველამ ვიცით საინფორმაციო ომის ფანტასტიკურ ინსტრუმენტად. ამით შეიძლება ნებისმიერი ქვეყანა დაშალო და მართო ისე როგორც საჭიროა. გონიერი ადამიანები ბრძანდებით აქ, უმეტესობა მიცით. ინგლისში რა სიტუაციაა? საფრანგეთი როგორ არის გადაშავებული? გერმანიაში საშინელი სიტუაციაა. იტალიაში არანაკლები. ეს ის ქვეყნებია, რომელმათთან უმეტესობამ პრაქტიკულად მიგრანტთა ამ საერთაშორისო კომპაქტს, უფრო სწორად არა პაქტს, არამედ კომპაქტს ხელი არ მოაწერა. თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მოაწერა ხელი. თვითონ ლატვიამ, რომელიც ფავორიტია და ჩვენ გვიკიჟინებს ყოველდღე რაღაცას და მიგვითითებს როგორ უნდა განვითარდეთ, მანაც არ მოაწერა ხელი. რარჯიდა საქართველოს ხელისუფლებას 2018 წლის 10 დეკემბერს, როცა უსიტყვოდ ყოველგვარი მოთხოვნის, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოაწერა მას ხელი. ეს დოკუმენტი პრაქტიკულად ქართულ ენაზე არ არსებობს. მე ინგლისურად მოვიპოვე, შეიძლება სხვებს აქვთ ქართულად, მაგრამ მე არა მაქვს სიტყვაზე ვამბობ. საშინელი პუნქტებია იქ. ჩვენ გამზადებულები უნდა ჩვენი საიმიგრაციო სამსახური გამზადებული უნდა დახვდეს მათ და მოემსახუროს. რა იცი რა მოუნდებათ? სახუმაროდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ ის ცნობილი ხუმრობა მინდა გურულმა რო თქვა კომუნისტების დროს. ინსპექტორი ჩამოდისო დედაქალაქიდან და რა ვქნათო და რა ვიცი მაინც გამოიბანეთო. ოდიშ ვიხდი ამ უხამსი შედარებისთვის, მაგრამ დაახლოებით ამისთვის გვამზადებ. დაახლოებით ამისთვის. თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებთ, რომ მიგრანტები იმ დავალებაში ასულებენ, რაც მათ აქვთ დავალებული. ყველას გავუმარჯოს თავის ქვეყანაში, მიხედონ თავის ქვეყანას, მაგრამ აქ უნდა დარეგულირდეს ეს ყველაფერი. ჩვენი გაერთიანება, ქართულთა დიდი გაერთიანება, მოუწოდებს ყველას. აი ხო ხართ აქ გარკვეული რაოდენობა. ჩვენ რა თქმა უნდა გაცილებით მეც ველოდი და ეს ითქვა კიდეც აქ. მაგრამ თითოეული თქვენგანის უკან დაახლოებით დღეს ამას იქით 1-10-12 კაცი უნდა დადგეს. ნებისმიერი აქ დაწყებული მოძრაობა ყველა რაიონში, ყველა სოფელში უნდა აღინიშნოს ადგილობრივების პროტესტით. ეს დაახლოებით ის მეთოდი იქნება, რომელიც თავის დროზე ამერიკაში სოციალური ქსელების დახმარებით გამოიყენეს და მას ოკუპი უოლ სტრიტი ქვია. და იქ ამერიკის ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში ნიუ-იორკის ხელისუფლება ვერაფერს ვერ გახდა, იმიტომ რომ ერთდროულად შეიქმნა წინააღმდეგობის კერები. ჩვენ ერთდროულად უნდა მოვთხოვოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რეგიონულ ხელისუფლებას, რაიონების ხელისუფლებას, რომ კარგად გაითავისონ. დღეს ამას იქით ნებისმიერი გაყიდულ მიწაზე, ნებისმიერი მოსამართლის თანხმობა თუ იქნება, ნებისმიერი გამგებლის თანხმობა თუ იქნება და ნებისმიერი სხვა ვიღაცის უცხოთას გადაეცეს ქართული მიწა, მასზე ჩვენ ძალიან სერიოზული რეაგირება გვექნება. და ვთხოვთ აუცილებლად საქართველოს საბერო ხელისუფლებას. მე მათი ხმა არ გამიგია. სამწუხაროდ დიდი უმეტესობის მე უფეებს გულისხმობ აქ და არა რიგითებს, რომელთა უმეტესობა ზოგს წილას უგზალავენ, ზოგს მსახურებას უგზალავენ, ზოგს წამლავენ, ზოგს კლავენ. და აგერ მაქვს ალბათ ბევრისთვის ნაცნობი მამა გიორგი ბასილაძეს, იმ ცნობილი ფეხით მოსიარულის ვენაცვალე, მის სულს იქ და მის შეძახილს და მის ერთი ამოსუნთქვი წასაკითხ წიგნებს. ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი. აი ჩვენ აუცილებლობამ შევყარა ეს 4 კაცი და ვთქვით, ყველასთვის ღია ვართ. მაგრამ ჩვენი გასაკეთებელს გავაკეთებ. ჩვენს უკან კომპრომატი არ დგას ელემენტარულად და ვერაფერს ვერ მოძებნიან, გარდა იმისა, რომ შეიძლება ფიზიკურად გაგვისწორდნენ. მაგრამ თუ რაოდენობა ასეთი იქნა, დაგვცინებენ, როგორც მე მახსოვს დაგვცინეს ნაცების რეჟიმის დროს, როცა გამომცემლობა სამშობლოდან ყრიდნენ. ეხლა ერთი პარალელი და არ გადაგღლით. 1990 წლის ივლისის თვეში წითელ ხიდთან ჩვენი მტრების ხელშეწყობით მოჯარდა დაახლოებით 50,000-მდე თურქი მესხი ეგრეთ წოდებული, რომელთა გადასახლებაში ქართველ ერს არანაირი წვლილი არ მეუძღვის და არაფრით არ შეიძლება მათი ჩვენი დადანაშაულება ამ საქმეში. მაგრამ იმ პერიოდში, გითხარით კიდეც 1990 წლის გაზაფხულის პერიოდია, ერთი ამბავი ატყდა საქართველოში და როცა ჩვენ ეს
მე მაშინ გაზეთ ახალგაზრდა ივერიელში მუშაობდი და როდესაც ჩვენ გავაჟღერეთ და პირველსავე გვერდზე გამოვიტანეთ ეს ყველაფერი ცეკას მდივანს ერთ-ერთ დარგობრივ მდივანს არ დაეზარა ქალაქის ტელეფონზე დაერეკა და მოითხოვა რომ შემდეგსავე ნომერში თუ არ გავასწორებდით ამ შეცდომას თუ დანაშაულს რომ ჩვენ აი დეზინფორმაციას ვავრცელებდით ძალიან ცუდი დღე დაადგებოდა გაზეთს და ჩვენ კონკრეტულად ჟურნალისტებს იმ დღესვე ჩვენ მეგობრის დახმარებით წავედი წითელხიდზე იქ ცხონებული გვენცაძის რა ქვია დახმარებით გადავედით და გადავლახეთ წითელხიდი და უახლოეს სოფლებში რამდენიმე 7-8 სოფელში მივედით და აულში ასე ვთქვათ მივედით და ვნახეთ ეს კომპაქტურად მოსული ხალხი გამზადებული ყველაფრისთვის აბსოლუტურად რომ შემოეყვანათ მერე შემდეგი ნაკადი შემოეყვანათ დაახლოებით 300,000-ზე იყო მთლიანობაში საუბარი და მაშინ როცა ხელისუფლება მაშინ ამტკიცებდა რომ ესენი სული ცოტა ხემით ამფრონტე ქართველები იყო ქართული იცოდნენ და ასე შემდეგ ღერი გაგებაში არ იყო არც ერთი მეორე დღეს ძლივს მოახერხეთ კიდემ დაგუჭირეს იქ მაგრამ ძლივს მოახერხეთ გაზეთის გამოცემა და უკვე პირველსავე გვერდზე გამოვიტანეთ უკვე დოკუმენტური მასალები და მტკიცებულებები და ხელისუფლებამ უკან დაიხია მე არ მესმის სხვა რა მტკიცებულებები უნდა ან აგებინონ ბატონ დემუს პასუხი მაგებინონ ჩვენი გაერთიანების იმას აგერ ბატონო შავით თეთრზე მათსავე იუსტიციის სახლი და ისინი ადასტურებს ამ რაოდენობას ბოლო 2-3 წელიწადში 100,000-მდე 100-დან 100,000-მდე ბინაა მარტო გაყიდული თბილისში რამდენი პროცენტი იქნება აქედან ქართული ცოტა ხო ძალიან ბუნებრივია და მე იმ უცხოელ მყიდველს 2-3 კაცი არ მოყვება აქ მე გავაწლები ისევ ამ მართული ხელისუფლების რეჟიმის პირობებში და სულ რაღაც 5-7 წლის შემდეგ მიაღებინებენ კანონს თუ იქამდე გაუძლელი და საერთო სამყარო გადარჩა ხო ვიცით რაც ხდება მიაღებინებენ კანონს ორმაგი მოქალაქეობა და ასე შემდეგ და აი ესე ფუკასავით აღწაფნიან როგორც ჩასში ეს ტერმინი მიღებული ფუკასავით აღწაფნიან ჩვენ ქვეყანას სწორად ითქვა აქ ორატორები ვინც გამოვიდნენ საქართველო ქართველების გარეშე ტერიტორიას რა ოქროს ფასი აქვს თქვენ ეს იცით მისი გეოპოლიტიკური გეოსტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე ვის ჭირდება აქ ასეთი ეთნოსი ვის ჭირდება აქ ასეთი გენეალური ისტორიის მქონე და ამ ისტორიასთან ფეხი უნდა მოითხოვს ძალიან დიდმა ევროპულმა და სხვა სახელმწიფოებმა ქვეყნებმა რომლებიც ვიცით ფუფუნებაში ცხოვრობენ დღეს და ჩვენს ახალგაზრდობას თვალებს უბრუნებენ მაგრამ ესენი ცნობილი ქვეყანა კოლონიზატორები არიან მათ როგორც დააგროვეს ეს იმდრე ძალიან კარგად ვიცით თუმცა როგორც ეზოთერიკაში იტყვიან karma is bitch karma დიდია ინდოეთის კოლონიზაცია რაც მიმდინარეობდა წლების მანძილზე და ტრილიონობით ასეული ტრილიონობით დოლარის ღირებულება რო არის გატანილი ინგლისში ბრიტანეთში თქვენ იცით რაც ხდება ეხლა მოვლენები ჩვენ რა დავაშავეთ ჩვენმა ქვეყანამ რომელიც ყოველთვის იყო საჩვენებელი ყოველთვის იყო ტოლერანტი და ღირსეულად ღებულობდა ყველას ასე უნდა მოგვაგონ ერთი რამ დაიმახსოვროს ყველამ საქართველოზე პოეტის ნათქვამი დავამთავრებ წაქცევა მისი ნოგორნიან ნორვისიოლი სულიაცვია საქართველოს კავკასიონის კავკასიიდან დაიწყო სამყაროს გონის არსებობა ეს დი ფილოსოფოსებს უღიარებიათ და ამ კავკასიის ამ მცირე ნაგლეჯზე სწორედ საქართველოა დომინანტი გაუთხილდეთ ამ ქვეყანას თქვენს და ჩვენს სამშობლოს მადლობა ყველას ერთი მომენტია და კი მოგცეთ ერთი რამეა რომელიც ვიდა აქედან არა ყურადღებით კარგად გაიაზრო მიკროფონი მიეცი არის ერთი რამანი რომელიც ჩვენ ერთი რამ არის რომელიც ჩვენ ზუსტად უნდა კარგად სიმგონებაზე სახში რომ მიხვალთ კარგად უნდა გაიაზროთ 850,000 მუსულმანია არაფერი არ მაქვს მუსულმანების საწინააღმდეგო ჩვენ ვყავთ ჩვენი მუსულმანები შესანიშნავად ცხოვრობდით მათთან ეხლა სხვა რამეზეა საუბარი 200,000 კაცი მაინც არის ამათ შორის ამათ სოლიდარობის მაღალი დონე აქვთ თანაც
უდიდესი პასუხისმგებლობით გეუბნებით. არც ერთი შემოსული მიგრანტი აქ არ არის იმ ქვეყნის სპეცსამსახურის გარეშე. ესენი იბრძოლებენ. მათ ფული გადაიხადეს ამ ქვეყანაში შემოსვლაზე. მათ ბინა იყიდეს აქ. მათ ოჯახები ყავთ აქ ბინადრობის უფლებით. და თქვენ ხვალ ადგებით და როდესაც უმცირესობაში იქნებით, ვინმე ეთყვის წადი აქედანო? ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ რა დონის წინააღმდეგობა იქნება და რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი. ღია ტექსტით გითხარით. როგორც კი ქართველები გადავა ეროვნულ უმცირესობაში, მისცემენ წინადადებას ძალიან ბევრს აქედან წავიდეს. ვინც არ წავა ჩახოცავენ აქ. ხაზს უსვა. ღმერთთან უკნაც ეს რომ მოხდეს, თორე ეს ასე მოხდება. 200,000 მე არ მინდა ახლა სხვა რამეზე ვისაუბრო. აქ არის კიდე სპეცრაზმები, რომელიც სხვა ქვეყნებს ეკუთვნიან. რამდენიმე ათასი. ეს 200,000 ახალგაზრდა შეხედეთ, რანაირი ბიჭები არიან და რანაირებია. თქვენ რა გონიათ? ქუჩის ხალხია, ისინი ვიღაც შრები? არა. დააკვირდით როგორი საღი კაცები არიან და იმას ვიღაც გთან მიცემული ხელისუფლების წევრი. იმდენად შტერი, რომ ისიც არ იცის, მასაც რო ჩახოცავენ და ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს. მის შვილს არ აქვს მომავალი, მის შვილიშვილს არ აქვს მომავალი. აი, ამ ტრაგედიის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ღმათა ვარ დარწმუნებული, მალე კიდევ უფრო მეტი ვიქნებით და ვიქნებით ის ძალა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს დაატორმოზოს ყველაფერი, დაამუხრუჭოს. ეხლა ბატონი დავითი წაგიკითხავთ თქვენ სამ მთავარ რამეს, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გაუგზავნით ოფიციალურად და შემდეგ თქვენ ვისაც გეკნებათ სურვილი შეგიძლიათ მოგზავნდეთ და ეხლა რაც რეალურად შეიძლება რომ მარტივად გადაწყდეს, მხოლოდ კეთილინება უნდა არსებული რეჟიმისგან. აი ამ ორ მოთხოვნას დავაყენებთ, ხოლო დანარჩენი ორი ნამდვილად არარეალურია. ამას წავიკითხავ ეხლა და გეტყვით, ამას დასჭირდება ხალხის ძალა შემდეგში. პირველი მოთხოვნა საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს კანონმდებლობითი რეგულაცია, რომლის საფუძველზეც აიკრძალება ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცესი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელიც ეფუძნება კაც ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოების ზომებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. მეორე, აი ეხლა რომ ეროვნულად მიაჩნია თავი და საქართველოს პრეზიდენტად, მაგრამ ჩვენ საერთოდ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, მეც და პირდაპირ ვამბობ, რომ არც ერთ პრეზიდენტს არ ვცნობთ ლეგიტიმურად ზვიად გამსახურდია შედეგი, მაგრამ რაც ვიზავთ არის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ხო? გადადგი ნაბიჯი შეკაცო მაშინ და ერთი ქართული საქმე მაინც გააკეთე. საქართველოს პრეზიდენტმა აქედან ვეუბნებით მიხეილ ყაველაშვილმა კატასტროფული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო მიიღოს დადგენილება ყოველგვარი გამოცდების გარეშე და ყოველგვარი ფულად გადასახადების გარეშე აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა ყველა შინ დაბრუნებულ ქართველს. ყველა შინ დაბრუნებულ ქართველს და ნუ უწყობ გამოცდებს. მაშინ როცა არაბები პაკისტანელებით და ინდოელებით გაგვიშეთ ქვეყანა. კი ბატონო, და მე ფერეიდნელ ქართველებზე მე ჩემი სიტყვაში იქაც ვთქვი, ეგრეთ სოციალურ ქსელში, რომ თუ ფერეიდნელ ქართველებს დაემუქრებათ საფრთხე და ის რა თქმა უნდა ქართველმა ერმა უნდა შეიფაროს და პირადად მე ეს ჩემი აზრია, მიმაჩნია რომ სადაც ყველას ძალიან გვიჭირს ეთნიკურად ისინი უნდა ჩასახლდნენ სამცხე-ჯავახეთში. ეხლა რაც შეეხება მიგრაციის კანონს, ეს ჩვენ დღეს ამ მოთხოვნას ვერ დავაკეთებთ, რადგან არარეალურია და ეს თავრობა ამას არ გააკეთებს.
ესენი როგორც იცით ეს არის ევროკავშირის პროექტი გრანტებია გამოყოფილი რომ მიგრანტები მიიღო ასეულობით და ათასობით და მილიონობით თუნდაც სხვადასხვა ქვეყანაში ეს სწორედ ამ გრანტზე არის ეს ხელისუფლება გრანტზე წავიდა რომ ეს გრანტები აიღონ და თავიანთი სურვილით ახორციელებენ ამას რომ იცოდეთ დიდწილად თავიანთი სურვილით თუმცა რა თქმა უნდა ევროკავშირიც გარკვეულწილად მოუწოდებს რომ ეს გააკეთონ აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ გამკაცრებენ ესენი აქ არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი დიდი ერთობით ძალისხმევა უნდა მივიტანოთ ისევე როგორც ქართული მიწების გაყიდვაზე უცხოელებზე აქაც საჭირო იქნება ხალხის დიდი ძალისხმევა ამ კანონზე ჩვენ ვიმუშავებთ დავამუშავებთ კარგად და აკადემიურად გამოვიტანთ ამ კანონს რაც შეეხება აი ამ ეს ორი კანონი თუ არ აღსრულდება დროულად ჩვენ აუცილებლად ეხლა აქედანვე ვიმუშავებთ რომ სექტემბრისთვის მოვამზადოთ ძალიან სერიოზულად ვიმუშავებთ თითოეულ ადამიანთან რომ თბილისში ძალიან დიდი აქცია მოვაწყოთ და მოუწევთ მერე პასუხის გაცემა ეხლა კიდევ ორ ადამიანს გადავცეთ 2-3-ს გამოსვლეს თუ არ დაიღალეთ და შემდეგ კითხვები ვისაც გექნებათ რომ დასვათ აქვე გვაქვს სარეგისტრაციო ფურცლები ვისაც სურს გაერთიანდეს ქართველთა დიდ გაერთიანებაში ეხლა სიტყვას გადავცეთ მე როგორც მათყობინებს ისა ბატონი გიგლა გობეჩია სტუმრად არისო ჩამოსული ქალბატონიო ირლანდიიდანო და გამოვიყვან და შემდეგ მოეზადება ჩვენი თანამებრძოლი ტელეკომპანია PKTV-ის დამფუძნებელი ქალბატონი ქეთიშეშვილი ეხლა მოусმინოთ ჩვენს ემიგრანტ ქალბატონს მოგესალმებით გამარჯობათ პირველ რიგში უღმესი მადლობა ყველას ვინც აქ ხარ და მე რო აქ ვარ უღმესი მადლობა უფალს იმიტომ რომ რაღაც 5 დღით ვარ ჩამოსული და აუცილებლად უნდა მოვსულიყავი აქ და გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისთვის და ნამდვილად სამამულო საქმის გამკეთებლებისთვის მე მინდა თქვა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით რატო არ არის აქ ხალხი ის რაოდენობა რაც უნდა იყოს რაღაცა თითქოს რიდი აქვს შიში აქ ამ ხალხს თავისი აზრის დაფიქსირების სახალხოთ იმიტომ რომ ვისანაც მაგ პირადი საუბრები ყველა თითქოს ძალიან განიცდის და მზად არის რომ დადგეს ამ ადამიანების გვერდით ამ ჩვენი სამშობლოს გვერდით ფაქტიურად მაგრამ რაღაცა როცა საქმე მიდგება შეკრებასთან და ერთმანეთის აზრის გაზიარებასთან თუ გვერდის დგომასთან თითქოს არ არის ხარბრალობა და მე პირველ რიგში ძალიან მიჭირს ახლა თქვენ წინაშე ესე სახალხოდ ნამდვილად გადაჩვეული ვარ უკვე მიუხედავად იმისა რომ აქტიური ახალგაზრდა ვიყავი გამოსვლას და მიმართვას მაგრამ მინდა რომ ყველა ქართველს ვისაც მართლა გული შეტკივა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არა უკვე დღეს არის ეს პრობლემა აქტიურად დამდგარი რომ მართლა ყოფნა არ ყოფნის საქმე აუკვე და მინდა რომ ყველას მოვუწოდო არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის რისი ეშინიათ რისი ერიდებათ გამოვიდნენ და თავისი აზრი დააფიქსირონ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ალბათ ბოლო თაობას ანუ ჩვენი ასაკის ესე ვთქვათ ადამიანები რომლებმაც უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე ჩვენი მომავლისთვის თორე ჩვენ შვილებს უბრალოდ მომავალი აღარ ექნებათ ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები მინდა გისურვოთ და უგუნესი მადლობა რომ თქვენ მოახერხეთ ეს ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა ყველას სიტყვას გადავცეთ ჩვენს თანამებრძოლს ტელეკომპანია PKTV-ის დამფუძნებელს ჟურნალისტ ქალბატონ ქეთიშესიაშვილს რა თქმა უნდა პირველ რიგში მოგესალმებით და ყველა სიკეთეს დღეგრძელობას ჟამთელობას გისურვებთ და ჩვენი სამშობლო საქართველოს აი მალე გვენახოს ჩვენი სამშობლო საქართველო გაძლიერებული გადარჩენილი პირველ რიგში და ქართველები ცავზე წეგან ვიღებდი პირდაპირ ეთერში აი ამ ტრანსლაცია იყო პირდაპირი რეპორტაჟი სოციალური ქსელის მაყურებლებისთვის და იმათვის ვინც
დღეს საქართველოში არ იმყოფება. ძალიან შევწუხდი აი იმ რაღაცა დაგიდუგით, რომელიც აი ახლა აქ ისმის და საშინლად არ შეეფერება იმ აქციას, რომელსაც საქართველოს სიყვარული ქვია და ქართველების გაერთიანება. გადავხედე თვალით იქით და გული შემიწუხდა, იმიტომ რომ ზუსტად ამ დღეს შეგნებულად როგორც ჩანს, მაშინ როდესაც საქართველოს ძალიან სტკივა ქართველების უმცირესობა, რატომღაც თბილისის ქალაქის თავმა, ალბათ მისი ბრძანებით არის, ყოველ შემთხვევაში შესაბამისმა სამსახურებმა მოინდომეს, რომ სწორედ აი ამ დროს, როდესაც დაანონსებული იყო ეს აქცია, აუცილებლად გაემართათ ლუდის ფესტივალი, სადაც რომ გახედავთ უამრავი ახალგაზრდაა, მაგრამ ის ახალგაზრდა აქ არ ადგას, აი ამ ძალიან ცოტანი დგანან და რატომღაც აი აგერ ხელს იწევენ, დიდი მადლობა ახალგაზრდებს, რომლებიც აქ იმყოფებიან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი თაობა თითქოს უკანასკნელი მოხიკანები ვართ და ჩვენ უნდა გადმოგაბაროთ საქართველო და ახალგაზრდებო, გულით გტკიოდეთ საქართველოზე, ეს ლუდი ყოველთვის იქნება და აი ეს ლიმონათი და ასე შემდეგ და აი ასეთი რაღაც უცნაური გართობები და ეს რაღაც სარელაქსაციო მუსიკა არ შეესაბამება ამას. მე მახსოვს ის ეროვნული მოძრაობის პერიოდი, როდესაც ჩვენც პატარები ვიყავით, მაშინ ქართული მუსიკისა და ქართული შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა ის აქციები. ამიტომ უხერხულია ის, რაც აი ახლა აქ ხდება და ტაში, რა თქმა უნდა, და ყოჩაღ ბჭყალებში მერიას და ყველა იმას, ვინც საქართველოს სიყვარულს რაღაცნაირად კლავს. ახლა რაც შეეხება, თქვენ იცით ალბათ, რომ მე ამასინა დავაანონსე, ჩემი გამოსვლა შემოიფარგლება ერთი ადამიანით, აი ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციით მის შესახებ, რომელიც არა მარტო დღევანდელმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, არამედ ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წინა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებებმა ჯერ ტყვეობაში დაამწყვდიეს, გამოამწყვდიეს და ახლა კიდე მასზე არავინ არ საუბრობს. ტელეკომპანია PKTV-სა და თქვენს გარდა, აი რომლებიც აი აქ ხართ შეკრებილები. ეს არის ბატონი ირაკლი დოკვაძე, რომელიც იმისათვის ყავთ დამწყვდეული, გამომწყვდეული და შეგნებულად აი ეს ტყვეობაში მძევლად აყვანილი ხელისუფლებების მძევალია იგი, იმისათვის რომ ირაკლი დოკვაძე არის ის სინათლე, რომელიც 90-იანი წლებიდან დღემდე მოდის, მაგრამ ამ სინათლეს რატომღაც არ გვაძლევენ. ირაკლი დოკვაძე ბევრი ინფორმაციის მატარებელია, ისევე როგორც ბევრი თქვენთაგანი და ისევე როგორც კანონიერი ხელისუფლების ღირსეული წარმომადგენლები არიან. მე ყველას ვერ ჩავთვლი, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული კანონიერი ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი გადანაწილდა ორ დიდ პარტიაში, რა ვიცი, რომელიც დღეს ძალიან ელიტარულები გახდა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ქართული ოცნება. თუმცა მე ვფიქრობ და ალბათ ბევრი თქვენთაგანიც ასე ფიქრობს, რომ ეს ნაციონალური და ოცნების მოძრაობა ერთი და იგივეა. აი ამიტომაც არაფერი არ შეცვლილა, არც ჰიმნი, არც დროშა, არც გერბი და ასე შემდეგ, რაც მოიტანა მიშამ, ის გააგრძელა დღეს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ. ამიტომ ალბათ საჭირო არის იმისი დაანონსება, თორე მარტო ტელეკომპანია PKTV აღარ ყოფნის ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნას და ძალიან ვთხოვ დიდი ქართული ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლებს, ხალხს, რომ იქნას გამოცხადდეს შეკრებები, აქციები ირაკლი დოკვაძის აუცილებლად და სულ მალე გათავისუფლების მოთხოვნით. ეს სულ მალე უკვე 27 წელია გრძელდება და უხერხულიც კი არის ამ სიტყვის გამოყენება სულ მალე, იმიტომ რომ კაცი 30 წლისა ციხეში გამომწყვდეული სულ მალე ალბათ 65-66-ის და რა ვიცი რამდენი წელი დარჩა კიდე და ღმერთმა იცის ეს წელიწადი, რომელიც 2018 წლის 25 აპრილს უნდა დამთავრებულიყო, თუნდაც რომ
მას ჩაედინა დანაშაული, დღემდე გრძელდება უკანონოდ. ამიტომ თავისუფლება ირაკლი დოკვაძეს და ის აუცილებლად გვჭირდება ჩვენ საქართველოს. ახლა რაც შეეხება აი აქ შემოყვანილ, აქ დამკვიდრებულ და ასე შემდეგ იმ უცხო ტომის ადამიანებს მე მინდა გითხრათ, რომ ჩემმა სტუდენტებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ჩემმა ყოფილმა სტუდენტებმა, რომ აგლაძის ქუჩაზე 22 სართულიანი კორპუსების მშენებლობა იწყება, ასევე იპოდრომზე ცათამბჯენების აშენება იგეგმება და ეს ცათამბჯენების უმცირე, როგორც მითხრეს, მე ახლა არ ვიცი, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, 80-90 სართულია. მე ვსვამ კითხვას, ვის ჭირდება ეს სახლები, ჯერ ერთი თბილისში ამხელა სახლები, ეს არქიტექტურული და საინჟინრო თვალსაზრისითაც არის მიუღებელი და შეუძლებელი. მე ღმერთმა იცის რითი აშენებენ, ახლა მე ინჟინერი არა ვარ, მაგრამ ხომ მესმის რაღაც. ამიტომ ეს სახლები ძალიან ადვილად დანგრევადია. ეს ერთი პრობლემა და მეორეც ქართველები ისე უსახლკაროდ დარჩებიან. და მესამეც, აი აგერ ბატონმა დავითმა დააყენა წინადადება, მოთხოვნა ხელისუფლების წინაშე, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წინაშე, რომ ქართველები გათავისუფლებულები იყვნენ ყოველგვარი პრობლემატური გამოცდებისაგან და ასე შემდეგ, ვინც უნდა ჩამოვიდეს აქ. და ქართველებო დაბრუნდით, იმიტომ რომ შეუძლებელია აღარა გვაქვს საინგილო. მე ახლა საინგილოდან გამომიგზავნეს წერილი, სადაც აღნიშნული არის ის, რომ ბოლო ზარზე ქართველებს ცეკვის საშუალებაც არ მიცეს, ვინ ჩვენს ტერიტორიაზე აზერბაიჯანელებმა ბაქოდან არ შეიძლებოდა თურმე ქართული ცეკვით გამოეხატათ ქართველებს თავიანთი ბედნიერება. ჩვენ საუბრობთ ფერეიდნელებზე და უცებ გვავიწყდება საინგილო. ხალხო, მე ფერეიდნელები ძალიან მიყვარს, ლაზები ძალიან მიყვარს, ჩემი ინგილოები ძალიან მიყვარს და საერთოდ ჩემი ქართველები ძალიან მიყვარხარ. ეს ხალხი ჩვენ დასაკარგი არ აყავს. ამიტომ მოდით მოვეფეროთ და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ აფხაზეთს რომ მივტირით მარტო, სამაჩაბლოს რომ მივტირით, ეს ჩვენი ძალიან დიდი ტკივილია. იქვე გავიხსენოთ ჯავახეთი, სადაც ქართველები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. იქვე გავიხსენოთ ჩვენი მესხეთი, სადაც ქართველები ძალიან მცირე რიცხოვანი არიან და გავიხსენოთ საინგილო, ფერეიდანი, ლაზეთი. კი, დედა პარასკევასთან ვიყავით ამ რამდენიმე დღის წინათ ინტერვიუზე. დედა პარასკევა, რომელიც მამა გაბრიელ ურგებაძის მორჩილია და მან რა თქმა უნდა მოგცა გითხრა ძალიან საინტერესო და ასეც მამა გაბრიელი ალბათ ზეციდან კარნახობდა, რომ საქართველოს აუცილებლად გადარჩება. მე მაგის მწამს ოღონდ ჩვენ თუ ლოცვა არ ვისწავლეთ, ჩვენ თუ ერთმანეთის სიყვარული არ ვისწავლეთ, არაფერი გამოგვივა. იმიტომ რომ მარტო იმის მტკიცება, რომ საქართველოს გადარჩება, ეს არ გამოვა. თუ ერთმანეთის სიყვარული არ ვისწავლეთ. რამდენიმე დღის წინათ მე პატარა თითქმის ტრაგედიასავით მომიხდა. ახლა იმიტომ მაქვს თავი შეკრული. ანუ მე მივხვდი, რომ სიცოცხლე წამიერია, ცხოვრება წამიერია. სულ აი ხარ და უცებ აღარა ხარ ადამიანი. ამიტომ ვიცხოვროთ ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყოს. გვიყვარდეს ერთმანეთი. მადლობა ყურადღებისთვის. ტელეკომპანია ბეკატივი თქვენ სამსახურშია. მადლობა. ვიცი დაიღალეთ მეგობრებო, ეხლა ერთი ორი გამოსვლების და თქვენი კითხვები უნდა მივიღოთ, ვისაც კითხვები ექნება. ეხლა სიტყვას გადავცემთ აქტივის ეროვნული კაცია ბატონი დავით აზნაურაშვილი. გაუმართო საქართველოს. მე აჭარიდან ჩამოვედი. ამ წუთას ჩემი სისხლი ხორცი იკრძალება. მაგრამ მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მე არ მინდა დაიკრძალოს საქართველო. მე მინდა რომ საქართველო იყოს სულ გაბწყინებული და როგორც დღეს არის გათახსირებული, არ მინდა ისეთი იყოს. ერთმანეთს რომ დააპირისპირა ამ სისტემამ, გარყვნა ახალგაზრდები ხელისუფლებას, როდესაც ვეუბნები, რომ თქვენ დაასამარეს სწავლა განათლება, ხელს იშვერს,
უკანა რეჟიმზე, სააკაშვილის რეჟიმზე. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო სწავლა-განათლების დანგრევა, მაგრამ 12-13 წელია იმ დანგრეულს ვუყურებთ. ხო შეუძლია დღევანდელ ხელისუფლებას, რომ რაღაცა შეიტანოს, ეროვნული ხალხი მიიყვანოს უნივერსიტეტებში და არა ის ბერძნენიშვილები, ლობჯარიები, რომელიც მიშვებული ყავს. ახალგაზრდებს როდესაც ვესაუბრები ეროვნულებაზე, წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რას ნიშნავს სამშობლო. ასეც არ არიან მათ გონიათ, რომ ჩვენი სამშობლო ევროპა არის. ევროპა არსად არ იყო საქართველო რო არსებობდა. ეს ედემის ბაღი ღმერთმა გვაჩუქა და თითეული ქართველი, რომელიც ამ მიწას ყიდის, აბსოლუტურად ყველა დამნაშავეა. ყველა ქართველი შეიძლება გამოვიდეს და მითხრას, რომ მე ეს პრობლემა რო შემექმნა, ამ პრობლემიდან რო გამოვიდე, როგორმე უნდა გავყიდო მიწა, მაგრამ შენ რატო არ მდგავართ ერთად იმ პრობლემის ირგვლივ, რა პრობლემა შენ გაწუხებს ქართველო. მე ემიგრანტებს მიმართავ, ვიცი გუშინწინ თქვენ რო პრობლემები გქონდათ, რო დაგჩაგრა ბანკებმა, რომ გაგდევნა ქვეყნიდან ხელისუფლებამ, რომ არ გაქვთ სახლი კარი, რომ გაქვთ პრობლემები, რომ გადევინი ხარ, ვიცით, ხტებით, ეს ჩვენი ბრალი არის. იმიტომ რომ ქართველი ხალხი იმნაირად დაგვყეს, შემოგვისიან უცხო აგენტები, რომ თითქოს ერთი პარტია არის კარგი, თითქოს მეორე პარტია არის კარგი, მერე მესამე, მეხუთე, 300 პარტია. ყველა კარგს რო საუბრობს, მაგრამ საქმეს არც ერთი პარტია არ აკეთებს. ჩვენ აქ იმისთვის არა ვართ, რომ პარტიულები ვიყოთ. ჩვენ აქ იმიტომ შევიკრიბებთ, რომ ჩვენ საქმე გავაკეთოთ. სამშობლოს ირგვლივ გავერთიანდეთ. დღეს რო გამოდიან რამოდენიმე თვეა რუსთაველზე მიტინგებს რო აწყობენ, არჩევნები გვინდა, ევროპა გვინდა, სამშობლო არ გინდათ. სამშობლოს დასაცავად რატო არ აწყობთ აქციებს? სამშობლოს ირგვლივ რატო არ ერთიანდებით? მაგრამ თქვენ არ გაინტერესებთ სამშობლო, იმიტომ რომ თქვენ იმდენად დაზომბირებული ხართ, რომ თითქოს ევროპა გადაგარჩეს, თითქოს არაბები გადაგარჩენენ, ან რუსები გადაგარჩენენ, მაგრამ თქვენ არ იცით. ერთადერთი ვერ შეიგნეთ, რომ ჩვენი გადარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ უფალი. ჩვენ მხოლოდ უფალი გადაგვარჩეს და უნდა გავერთიანდეთ მართალი სიტყვის ირგვლივ, მართალი საქმის ირგვლივ. ყველანაირი რესურსები არსებობს იმისათვის, რომ ქართველმა ერმა თავისი ნება პრეტენზია გამოხატოს და არა მესმის ხანდახან, რომ მივიდეთ თავრობას მოვთხოვოთ. არა, ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ. ჩვენი ნება პრეტენზია უნდა გამოვხატოთ. მივადგეთ უნდა ის რა ჩვენ გვეკუთვნის, ის უნდა გავაკეთებინოთ. ის უნდა შეასრულოს. და არა ის, რომ რაც მას მოუნდება, როდესაც მივდივარ, ვიღაცას რაღაცა პრობლემა რო არის. მერიაში და თუ სხვა დაწესებულებებში იწუთას გამოდიან და გეუბნებიან, რა სიტხოვო? ჩვენ არ ვითხოვთ. ჩვენია ქვეყანა, ჩვენია სამშობლო და ჩვენ ასე გვინდა და ჩვენი ნება პრეტენზია სწორად უნდა დავაფიქსიროთ, რომ მიხვდნენ მათ, რომ ჩვენ არა ვართ მოქალაქეები, ჩვენ ვართ სულიერები და რომ ჩვენ ვართ მარადიული ბინადარი მემკვიდრეები ვართ ამ ჩვენი ქვეყნისა. გაუმარჯოს ქართველ ხალხს, დიდება უფალს, იმედია რომ ერი გამოფხიზდება მართალი სიტყვის წინაშე. აგიმარჯო. კიდევ ერთი გამოსვლელი მინდა წარმოგიდგენოთ მეგობრებო, შვეიცარიიდან ჩამოვიდა ეს ქალბატონი, მსახიობია, ასე იცნობენ ეკატერინე ჩელი და მხოლოდ 2 სიტყვას ვიტყვიო და შეუსრულოთ ეს თხოვნა.
მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ გაგვაერთიანა საქართველოს სიყვარულმა. მე ჩამოვედი შვეიცარიიდან, რომ ბატონ დავითს დაუდგე ცოტა ხნით მაინც გვერდით. შვეიცარიაში მე გავხსენი საქველმოქმედო ასოციაცია და ჩვენ ვეხმარებოდით ქართველ ბავშვებს, ხეიბარ ბავშვებს რამდენიმე წლის მანძილზე. ნელ-ნელა ეს ასოციაცია იხვეჭს როგორ გითხრათ, ფონდებს და ასევე მინდა გავაგრძელოს საქართველოშიც შევქმნა რაღაცა გაერთიანება. გელით თქვენ ძალიან მინდა ვეძებ როგორ გითხრათ თანამშრომლებს, რომლებიც გვერდით დამიდგებიან, ჩაეწერეთ ბატონ დავითთან და მე მინდა რომ გავაკეთოთ ასეთი რამ. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი იძინებს მშიერი კუჭით, ბავშვები, მოხუცები და მინდა რომ რაღაცა ფონდებს შვეიცარიაში იქნება თუ საქართველოში მოგროვილ ფონდებს, ეს იქნება სიმღერებით, რაღაცა მანიფესტაციებით შეგროვილ ფონდებს ასეთი რამ გავაკეთოთ. ვიყიდოთ ქართველი გლეხებისაგან, მეწარმეებისაგან ბიო პროდუქცია, ბიო, იმიტომ რომ ქართველ ხალხს ძალიან დიდი შემოტევები აქვს, მოკლედ საზიზღარი საჭმელებით თუ სასმელებით, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი და ჩვენ ჩვენს ლიდერებს, რომლებსაც დიდი ტვირთი აქვს წამოკიდებული დღეს გვერდში დავუდგებით და პარალელურ რეჟიმში იმ ბავშვებსაც დავეხმარებით, რომლებსაც უჭირთ და მშივრები არიან. გელით ყველას ძალიან მიყვარხართ ქართველებო, გავერთიანდეთ, მოდით ყველა ერთად ვიყვეთ და წინ საქართველო. მადლობთ. სიტყვას გადავცევთ ისტორიკოს მორიშო ქობულიას და შემდეგ უკვე გადავიდეთ კითხვებზე. მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი გული თქვენთან არის დიდი ეროვნული გაერთიანების გვერდით და მინდა აქედან მოგიწოდოთ, რომ მთელ ქართველ ერს აქამურებდა იმიგრაციაში მყოფნებს. მოდით დაუდექით, ცნობილი გენიალური ადამიანები არიან და მიეცით მათ საშუალება თავიანთ გულში ეროვნული პრობლემები რომ აქვს ჩადებული გადაჭრან ერთად და ჩვენთან ერთად. მე მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რეგისტრირებულია ან არ არის რეგისტრირებული, დაანებეთ თავი ამ რაც უსახურ იმას მაიმუნობას, პოლიტიკანობას და დადექით აქ. ერთი რამ მინდა თქვენ აი ამ ტრიბუნიდან გადმოგცეთ. მე ისტორიკოსი ვარ და ვიცი უძველესი პერიოდიდან როგორ იბრძოდა ქართველი ერი, როგორ მოქმდა აქამდე და არა თუ თავისი მომავალი თაობის წინაშე შეასრულა თავისი მოვალეობა, არამედ ევროპა გადაარჩინა დაღუპად, რუსეთი გადაარჩინა დაღუპად. იგი ცენტრალური ფიგურა არის მთელ მსოფლიოში და ყველა მისდევს მტერის და მოყვარეს. მე ამისი დოკუმენტური საბუთები მაქვს, გამოკვლევები, 3 წიგნი დავწერე და 3-ვე დაბლოკეს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დღეს ეს ბიბლიოთეკებში არის და ასე თუ ისე დარჩება თაობას. მაგრამ მე ერთი რამ მაფიქრებს, ხო არ დავწერე მე წიგნი, რომელსაც შემდგომში შეიძლება მკითხველი არ აღამდეს. რამე თუ მთელი მსოფლიო დასეული ამ პატარა მიწას და უნდათ გაანადგურონ მიწა ჩაიგდო ხელში და ქართველების გარეშე. ამიტომ მე ყველას მოგიწოდებთ, ყველას გესხვეწებით, რომ
ნუ მიატოვეთ აქავრობას სოფლიო პროგრესი თუ რეგრესი ისე მიმდინარეობს ეს ჩემი შეხედულების მთავარი ღერძია თუ ჩვენ ამ მიმართულებას რომელსაც ვერაფრით ვერ შეცვლის ადამიანი ჩვენ გავყვეთ ქართველები გავყვეთ იცოდეთ გადარჩება საქართველოს ჩვენ სასისი არაფერი არ გვაქვს რამე თუ ღვთისმშობელი ფარველობს ამ მიწას რომ არა ასე ამდენ ხანს რა გააძლებინებდა ხალხო რა დაგასინათ რა ფუფუნებამ შეგიბროთ დადექით ისრომეთ და იბრძოლეთ ამიტომ მე მაბადიეთ უამრავი მაქვს სათქმელი მაგრამ არ დაღლით და მეგობრების თოვნასაც გავითვალისწინებთ მოგიწოდებთ დადექით და დაუჭირეთ ხარი დიდ ეროვნულ გაერთიანებას მაგნოთ ყურადღებისა მეგობრებო თუ ისმეს კითხვები გაქვს ეხლა ვიცი რომ დაიღალეთ მობრძანდით დასვით და შესაბამისად გიპასუხეთ შეიძლება პირველი კითხვა, სამი კითხვა მაქვს. ამ შეკრულებას როგორც ვიცი ქვია მარაკეშის აქტი. შეიძლება ერთ-ერთი პუნქტი არ ვიცი ზუსტად. და ამ ხელშეკრულებას აზერბაიჯანმა, სასონხეთმა თუ მოაწერა ხელი ან სხვა რესპუბლიკებმა? არა. ხო, ესე იგი გავიგერო არა. ხო ჩვენ მოვაწერეთ. ხო ეს მოგისმინებია? ხო ამერიკანაც არ მოაწერა ეგ ვიცოდი, მაგრამ ეს არ ვიცოდი ჩვენ ამიერკავკასიაში თუ მოაწერა ხელი. კარგით, ეხლა მეორე კითხვა. აი იგივე ქვეყნები საერთოდ ასე როგორც საქართველოს ყიდის თავის მიწებს. აი ესე არიგებს თითქოს თავისი ბოსტანი იყოს, სხვა თუ აკეთებს რომელიმე ხო ეს ისწავლია ჩვენ ის ბრალი არის ბატონ დიმიტრის ლორდ-კიფანიძეს უსვენდი რომ აი ეს აქტი ჩვენ გვაიძულეს. რატო გვაიძულებს ყველა ჩვენ? თუ გვაიძულეს თუ დიდი ფულის ფასად. ზედა მესამე კითხვაც მაქვს და ბარემ ერთად ვიპასუხეთ. კარგი ბატონო დემი. მესამე კითხვა არის კიდევ ის რომ ალბათ ბევრმა უყურა ზალკალიანთან ბაღათური რომ რატომ მიიღო თვითნებურად ხო იქნა დადგეთ ბატონო იქიდან მესამე კითხვა, ეს არის რომ ზალკალიანს ეკითხება ბაღათურია თვითნებურად რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. და იქვე არის სამოქალაქო საზოგადოებას რო ეძახიან ორი ქალბატონი. და ეუბნებიან რომ ეს არ არის სავალდებულო. ხო და ეხლა სავალდებულო აი ესეც გასარკვევია ეს კითხვაც მაქვს და მე ზალკალიანმა მართა თვითნებურად მიიღო პასუხისმგებლობა ცხადია ოცნებაზეც არ თვითონ არის მაგრამ ასე იღებდნენ ისინი ხო და ესე იგი ზოგადად კიდე კითხვა ეს გლობალისტური პოლიტიკა ყველას ეხება მაგრამ ჩვენ რატო გამოდივართ ყველაზე ასეთი დაზარალებულები ჩვენი ხასიათია ეს ნუ ამბობენ რომ სომხეთს ყავს თავისი ლობი აზერბაიჯანს ყავს ჩვენ არ აქვს უპატრონოები ვართ მაგრამ ჩვენ ისი ხარბის გამო არ ჩვენი ხასიათის გამო კარგი პირველი კითხვა იყო პირველი კითხვა იყო რომ რატო ჩვენი ხელისუფლება აკეთებს იმას და რატო სხვა ხელისუფლებები არ აკეთებენ იმას იმიტომ რომ შეგყავს უკანონო ხელისუფლება შეგყავს მარიონეტული ხელისუფლება რომელიც გარედან იმართება ამ მარიონეტულ ხელისუფლებებს ქართველების საკმაო ნაწილი უჭერს მხარს რაკი მხარდაჭერას გრძნობენ ისინი აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ შესანიშნავად იწყობენ თავიანთ ცხოვრებას ქვეყნის განადგურების ხარჯზე რაც შეეხება ზალკალიანი არ არის პირი მასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ ჩვენ ვერავით არის ზალკალიანი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა რომ არ ყოფილიყო მთავრობის
გადაწყვეტილება. მას უბრალოდ შეასრულებინეს ეს და ვისაც წაკითხული აქვს ეს აქტი ყველა მიცის. იქ არის სავალდებულო მუხლები, რაც ჩვენ აქ უკვე ვთქვით, დახვედრება საბუთებით, ღირსეული ყოფით, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ამ აქტზე ხელმომწერ ხელისუფლებას ყავს საქართველოში მხარდამჭერები. ვის გინდა დააბრალოთ ის მასონები, ვიღაცა არიქა, ესენი მასონები კი არა, ქრიშენი ქვეყნის შიგნით ხედავ რო გექცევა თავზე ქვეყანა და ამ დამაქცევარ ხალხს მხარს უჭერ. ვერავის ვერაფერს ვერ დააბრალოთ. ამ კითხვაზე პასუხის დამატება მინდა მე ერთი. საქართველოში ოფიციალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი განყოფილება უცხოელ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან იქედან, ჯერ ერთი ეს ხალხი შემოდიან კვოტით, აქედან აწვდის საელჩოებს კვოტას, რამდენი კაცი გავიდა აქედან, იმის სანაცვლოდ რამდენი კაცის შემოსვლის საშუალება არის, რომ არ შეიცვალოს ბალანსი. ხვდებით ხო რაზეა საუბარი? და არსებობს ორგანიზაცია, რომლებიც ეხმარება იმ უცხოელებს საბუთების გაფორმებაში. და ჩვენი ქართველები როცა ბრუნდებიან იქედან, მათ ათასნაირ გამოცდებს და მათ არავინ არ ეხმარება ამ საბუთების გაფორმებაში, ათასნაირ გამოცდებს უწყობენ, რომ როგორმე ქართველი უკან არ დაბრუნდეს. ანუ განსაკუთრებული აქცენტი, რატო სხვა ქვეყნებში არ ხდება ესეო, ხალბატონმა თქვა, იმიტომ არ ხდება, რომ საქართველო დღეს მოიაზრება ეპიცენტრად, ანუ სოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური ჭიპია საქართველო. აქ უნდა გაირკვეს და აქ უნდა გადაწყვეტეს ყველაფერი. და ქართველები თუ იქნებიან აქ, ისეთი ხელს შეუშლიან იმ ძირითად პროცესებს, რაც ჩაფიქრებულია ზუსტად ამ გლობალურ პოლიტიკის მეშვეობით. აი ეს არის მთავარი არსი და იდეა საქართველოზე განსაკუთრებული შეტევა. ყველა მიმართულებით და ყველა ჯერ ერთი განათლებას პირველ რიგში რო დაარტყეს, იმიტომ დაარტყეს, რომ საქართველოს ხალხი გონიერი ხალხია და არ ჭირდებათ გონიერი ქართველები. აი ეს იყო პასუხი. მეგობრებო, ჩვენ ბოლოსკენ მივიდივარ და ეხლა მე მინდა გითხრათ, ჩვენ საქართველოში არ ვიცი რამდენი ტელევიზია დაუთვლელი ალბათ თქვენ ციცით. მხოლოდ და მხოლოდ აი დღევანდელ ამ ფუნდამენტალურ ეროვნულ პრობლემას აშუქებს ერთადერთი ტელევიზია, ტელეკომპანია PKTV და აქ არიან დამფუძნებლები. დანარჩენი არცერთი ტელევიზია არ არის აქ. ეს არის მეგობრებო ზუსტად იმის ნიშანი, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა არის მკვდარი. ჟურნალისტიკა არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ტელევიზიებია. ამიტომ ჩვენ გეგმებს ეხლა გეტყვით. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ტელეკომპანიისთვის სტუდია. გეგმავთ, რომ ყოველ კვირაში ერთხელ იქნება ძალიან კარგად მომზადებული სერიოზული პოლიტიკური თოქ-შოუ. ეს არ იქნება ყალბი ინგა გრიგოლისეულის თოქ-შოუები რო გახსოვთ. ეს იქნება მუდმივად ეროვნულ პრობლემებზე და ძალიან კარგად განსწავლული და ანალიტიკური ხალხი და ასევე კვირაში რამდენჯერმე იქნება სპეციალური გამოშვებებიც. არის კიდევ სხვა შემოთავაზებები, რომ რამდენიმე ტელევიზიაზეც გავიდეს. ვნახოთ, ფონდის საკითხიც უნდა გადაწყვეტეს და შემდეგში თანდათან გადავწყვიტავთ ამ საკითხს. ჩვენ იმედით გემშვიდობებით, ჩვენ ახლა დღეიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რომ რეგიონებში უნდა ვიაროთ, ქსელებს ვაკეთებთ, რეგისტრაციას ვაკეთებთ და დღეიდანვე მოვემზადებით, განცნობთ ზუსტი თარიღს, სექტემბრის თვეში ძალიან ორგანიზებული აქცია უნდა გავაკეთოთ, რომ მთავრობას, ხელისუფლებას არსებულ რეჟიმს მოთხოვოთ ის მოთხოვნები, რაც დღეს ჩვენ აქ წავუყენეთ. მადლობთ ყურადღებისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. აწდა მარადის და
უკუნითი უკუნისამდე ამინ. მე პირად შემოვწერე ჩემი პირადი გაწევრიანებას და ეხლა აქ კიდე გავიარო რეგისტრაცია.